ყინად ახალი საუკუნეების მიჯნაზე ევროპის უმაღლეს საკლუბო საფეხბურთო ტურნირზე გამოჩნდა გუნდი, რომელსაც აქამდე ამ გათამაშებაში ერთადერთი ჰქონდა ნათამაშები 1971 წელს. მაშინ ჯერ კიდევ ამ ტურნირს ევროპის ჩემპიონთა თასი ერქვა. ამ დებიუტანტმა ზედიზედ ორჯერ მოახერხა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა, თუმცა ორივეში დამარცხდა. ამ მარცხების მიუხედავად ეს გუნდი მართლა იყო ისეთი, რომელსაც ქუჩები არ ივიწყებენ და ეს გავიხსენებთ 2000-2001 წლების ვალენსიას. მოიგო ორჯერ ჩემპიონატის სხვისი გაკეთებული გუნდი. ის UEFA-ს თასი. და UEFA-ს თასი. მეორე საკიდიდან ჩამოიღო ყურსასმენები და გახდა DJ. გავარდა სტუმრად რომელიც იყო გაშობილი გოლის წყალობით თავის სტადიონზე. არა, ძმაო, არა. მიდი რა ბიჭო, 9 გოლში. არა. ჩვენს კუპერმა მითხრა თბილისში, აბაშიძის კუთხეში იქ ვიჯექი და ეს მოიწვიეს როგორც ექსპერტი ორი ფინალის წაგების საქმეში. ეგ კაცი დადებით კონტექსტში არ მოიხსენიო ძალიან. 18 პასი გააკეთა ლა ლიგაში. ნახევარ ფედერაციას მაგის ვალი კონდა. ალ-ქაიდა იყო ხო ბუდასთან დაგება რო აფეთქეს ის. თაში. ეგრე უნდა. აფეთქებ ამას იმას, ხო? ეს ჩემთან და ვახტანგ ბაციკაძესთან ერთად, ტატოსთან ერთად იქნება ბიძინა ბარათაშვილი, ისტორიკოსი, ხელოვნებაცოდნე როგორც გავიგე, პროფესიით და ცხადია სპორტული ჟურნალისტი, კომენტატორი, არგენტინული ფეხბურთის ფანი და ამ გუნდში ბევრი არგენტინელია. მოდი შემადგენლობა გავიაროთ ჯერ, გავიხსენოთ ეს გუნდი. რა 11-ეული თამაშობდა ძირითადად. კარში იდგა სანტიაგო კანისარესი, ანგლომა რობერტო აიალა, მაურისიო პელეგრინო, კარბონე, ეს იყო დაცვათხოველი, შემდეგ ბარახა, მენდიეტა, კილი გონსალესი, აიმარი, ეს იყო რომბი, რომელიც ნახევარდაცვას შეადგენდა და წინ ორი ფორვარდი, ხუან სანჩესი და ჯონ კარიო. სათადარიგოზე იყო ანდრეს პალოპი, მიროსლავ ჯუკიჩი, იოაკიმ ბიორკლუნდი, ფაბიო აურელიო, შეიძლება ეს ლივერპულიდან გახსოვთ ეს კაცი, ლუის მილა, დავიდ ალბელდა, დიდიე დეშამი, ზლატკო ზაჰოვიჩი, ვისენტე, ადრიან ილიე, ანგულო და დიეგო ალონსო. ესეთი ურუგვაელი ფორვარდი. და მწვრთნელი ჰექტორ რაულ კუპერი, არგენტინელი, რომელმაც წინა სეზონში მივიდა ვალენსიაში 99 წლის დასაწყისში და ამ სეზონზეც ბევრს ვილაპარაკებთ, იმიტომ რომ პრინციპში ეს არის ერთი პერიოდი, რაც კუპერის ვალენსია ორი სეზონად ესე გვახსოვს. ჯერ მოდი იქიდან დავიწყოთ, აი თქვენი პერსპექტივა არის ძალიან საინტერესო. ამ დროს რა ხდება საქართველოში ფეხბურთი როგორ მოდის ჩვენამდე, ამაზე ბევრჯერ გვილაპარაკია, მაგრამ აი თქვენგან განსაკუთრებით საინტერესოა რა ეს. მე ვიყავი კულტურის მინისტრის მოადგილე მაგ დროს, არ ვიყავი არც ხელოვნებაცოდნე ვიყავი, არც ჟურნალისტი, იმიტომ რომ 2000 წელს, ამ სეზონზე თუ ლაპარაკობთ 2000 წელს, წლიდან 2002-მდე ვიყავი კულტურის სამინისტროში, მე გავიქეცე იქიდან ისევ ჟურნალისტიკაში. ეს პერიოდია, როდესაც ტელევიზიებს შორის ხარ ესე იგი, ხო, გამოვიდა. ხო. იმიტომ რომ დაჩის არ მახსოვებენ რომ დაბადებული არ იყო, მაგრამ ხო. მე მახსოვს ჩემი პირველი აი მოგონება ფეხბურთზე რა, ნუ რაც არის ახლა ისეთები არის თქვა ის არგენტინის პირველი საერთოდ არის მარადონაზე ფილმი 86 წლის, რომელიც მამაჩემ ამანახა და ამდენი ჰირო, ხო? ხო, გმირი და რამდენიმე წლის წინ ნახე YouTube-ზე შემთხვევით და აი ბედნიერი ვიყავი და თუ მე აღმოვაჩინე თუ ნარატორი მაიკლ კეინია საერთოდ ფილმის და მუსიკა არის Yes-ი რო იყო დიდებული პროგრესივ როკ ბენდი, მაგისი სინთეზატორში მეც იყო ლეგენდარული კაცი არის მართლა და შემოვიწყდა გვარ. მაგისი მუსიკაა გაფორმებული, მუსიკაც ძალიან შთამბეჭდავია ამ ფილმში. ეგ არის პირველი მოგონება, მე 94 სოფლიო ჩემპიონატი და მე 95-დან სადღაც იწყება ორი ის არის, ერთი შენი გადაცემა, გოლი და მეორე არის რომელიც შენს მიყავდა და ერთად მიყავდა. ეგ მეერე უკვე, ხო, ეგეთ უცნაური არის ცხოვრება. მეორე არხზე რომელიც გადიოდა და ზოგადად იტალიაში ამთავრებული იყო. და მეორე იყო რუსული გადაცემა იყო ფეხბურთის საზღვრების გარეშე. აი ეგ ორი ის მახსოვს მოგონება რომ ფეხბურთი მაგით შემოვიდა იმაში უკვე. და ამ ვალენსიას თამაშს სად ნახავდა კაცი მაგ დროის საქართველოში? ხო იყო მე მახსოვს ხა მაგ თამაშებს უყურებდი. რუსთავი 2-ზე გადიოდა უკვე ლიგა. ძიმას მიყავდა უკვე. ეს ის პერიოდია, როცა რუსთავი 2-ს აქვს. ესა პირველი სეზონი 2021 არის პირველი სრული სეზონი, ხო? იმიტომ პირველი თამაში დაჩვენა 99-ის ფინალი. და მე იყო ეს სეზონი. ასე რომ ეს სეზონები ჩვენ ნახეთ პრაქტიკულად, ხო, ქართული კომენტარით პრაქტიკულად მთლიან სრულად ნახეთ. თან ის იყო, იმიტომ რომ წინა სეზონი ასევე მე ხარ ნანახი მაქვს ისე როგორც შენ. არა, მან ხა კიდე რა იყო ეს NTV ფუტბოლი იყო მაგ დროს უკვე შემოსული, ამიტომ თუ ლაპარაკობთ ქართულზე ეს იყო დიმას პირადი დამსახურება, ის რომ ქართული რეპორტაჟები გაჟღერდა ოფიციალურად, იმიტომ რომ იბერუზის მერე იყო წვეტა, მერე ჩვენ მქონდა უკვე მეორე არხზე შენ რასაც ამბობ, მეორე არხის პერიოდში ჩვენ მქონდა უკვე მეორე და პირველ არხს ერთად
ევროპის ჩემპიონატი და მსოფლიო ჩემპიონატი და მის მატჩები წაყვანილი ყავდა ბუნებრივია, მაგრამ საკლუბო ტურნირებს რაც შეეხება, რაც არის მთავარი თემა დღევანდელი შეხვედრის, ხო? ეს უკვე არის რუსთავიორის პრეროგატივა. და პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მიმოხილვები ქართულად არ იყო მარტო, იმიტომ რომ რთული მოსაძებნი იყო რა, ხო თქვა წინა სეზონი რო იყო 18-19 ფინალი ხო გავიდა თქვა რუსთავიორზე ქართულად ყოტე მახარაძის გახმოვანებით, მაგრამ ნუ თელი სეზონი ესე უყურე მახსოვს სხვადასხვა არხებზე, იგივე მათ შორის ნეტო პლუს ფუტბოლზე და სხვადასხვა არხებზე გადიოდა ჩემპიონატ ლიგის მატჩები, მაგრამ მიმოხილვა როგორც ეგეთი რა, მიმოხილვები არ იყო. ხო. და რუსთავიორზე პირველი შემთხვევა იყო, რომ თამაში მომრჩებოდა 2 საათი. ეგ იყო ჩემი ბავშვობის, აი პატარაობის, უბრალოდ ის რაღაცა სიგიჟე, ჩემპიონატ ლიგის ჟურნალი და მიმოხილვების ყურება, აი ვიჯექი. ხო, ნუ ვათენებდი დღამეს, იმიტომ რომ გვენახა. საოცრება იყო. ხო და მე წლები რო გავიდა, მე უკვე მეცო დავიწყე მაქს ფეროში მუშაობა და მათ შორის ჩემპიონატ ლიგის ჟურნალის კეთება თუ მიმოხილვის კეთება, მე მივხვდი რომ მიმოხილვას მე რო ვაკეთებდი მაგალითად ძირითადად ლა ლიგის თუ და პრემიერ ლიგის ვაკეთებდი მეორე ორშაბათს მოსულს იმათ ტექსტით და ამბებით დიმა როგორც დავამბობ ლაივში აკეთებდა ანუ იქ ეთერში რო გადიოდა იქ და ნუ შეცდომებიც ბუნებრივია მეტი მოგივა მაგ დროს რა იმიტომ რომ ნუ შეუძლებს თამაში ნანახი არა კარაფერი არის რა მოხდა წესეთ ინტერნეტი არ არის ხო ისეთი მაშინ ესე არა რა ინტერნეტი ხო და ისეა რა ის სადაც ალაგ-ალაგ თუ არის საქართველოში მაშინ ინტერნეტი და მაგიტო ძალიან რთული საკეთებელი იყო მე 1-2 მაგი გაკეთებული აი სილკში ლა ლიგის მოხდა რაღაც აირია და ლაივში მომიწია ხმის დადება რა და ნუ სტრესიცაა ძალიან რთულია სტრესულია იმიტომ რომ სტრესი იმიტომ კი არა რომ ლაივში აკეთებ ლაივში თამაში მიყავს მაგრამ თამაში ლაივში მიყავს თამაში ლაივში უნდა მიყავდეს ეს ლაივში არ უნდა ეს ლაივში არ აკეთება რა აქ შეცდომა არ შეიძლება არ მოსულა შეცდომა მიმოხილვაში რა და მაგიტო შეცდომა რო დაუშვა ის არის რა ევროპის ჩემპიონატი ახსენეთ და ეს სეზონი რო იწყება 2000-2001 მოვდივართ ევროპის ჩემპიონატიდან 2000 წლის ძალიან კარგი ევროპის ჩემპიონატი ერთ-ერთი ისეთი ძალიან შთამბეჭდავი ჩემი და ლეონს მიყავდა ეგ იმაზე პირველ არხზე გადიოდა მახსოვს პირველ არხზე ხო და აი მაგალითად თუნდაც ამ ვალენსიას 6 მოთამაშე ყავდა განაცხადში ეს ამოიღო ესპანელები ძირითადად მე ნუ ზაჰოვიჩიც თამაშობდა კარიუ, თამაშობდა დეშამი და ეს სამივე მერე იყიდა ვალენსია, ამიტომ ეს გუნდიც მრავლად იყო წარმოდგენილი და ისეც რომ ჩაუკვირდე ხა რამდენჯერ გვთქვას მართლა 98 წლის ჩემპიონატზე რომ ის არისო. რაღაც ვარსკვლავის თვალს არის ერთ-ერთი, მაგრამ ესეც ეგეთია რა, არ არიან ხა არგენტინელები და ბრაზილიელები გასაგები მიზეზების გამო, მაგრამ აი რაღაცა საოცრება ხდება აქ და სხვათა შორის მე რო დავიწყე ყურება, ძალიან ბევრი თამაში ნახე ევროსპორტი უშვებდა ხოლმე. რელაივებს ესე ვთქვათ და რაღაც ეგ ტოლდოსეივები და იტალია ჰოლანდიის პენალტები. მაშინ მიყავდა მედალევანსთან. მე იტალიის კომაგი ევროპაში და არა იმასთან იტალია ნიდერლანდი ხო და ეს პენალტები და თამაშის დროს ტოლდოს აღებული პენალტები და там ასე აქვია მატჩის შემდეგ პენალტები და მე ფეხი წამოვედი ერთად და ერთი სიამოვნება იყო ეს თელი გზა როგორც გამოვდიოდი იქ ამიტომ ხო დღემდე იცი რა შემა დღემდე ყველა იმაზე სხვა აიალაზე ვლაპარაკობდა მართლა ძალიან მაგარი მსველი იყო და მე ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ფუტბოლისტი და ამა კომპლექსა იმიტომ რომ ის სულ იმას ლაპარაკობს აი ეს დებურის პასი იმის რა ქვია ბერკამპესა ისა და იმას მე ვერიპოვეს აიალას ავიდა დაიკარგა უგზო დაიკარგა ესაა გამოჩემებული და მაშინ არ ამბობდა ამას ეთერში ეს ეხლა გამოჩემებული თორე მაგრამ მაშინ პირად ლაპარაკებში ამას საუბარში ეს ხონდა სადარი ალა დაიკიპოვეთ თუ ვერიპოვეთ და რასა აიალაზე ხო დავფიქრდი ცალსაკე ორივე რო გააზრებული აქვს მაგრამ ეხა ერთი ფლიანობაში ახლა გავიაზრე 98 ხვე გაქვს აიალას გაკეთებული 2006 პენალტი აქვს გაფუჭებული გერმანიასთან აცილებულია ხო ეხლა დავფიქრ მან გააფუჭა ასე პენალტი აიალამ გააფუჭა პენალტი რაღაც არტნოინენ თუ აცილებდა ყველაფერს ბრაზილიას რამდენი პენალი აქვს დარწმუნებული რომ 3 აცილებული უკვე ჩამოთვალეთ და 3 არა 2 მაგრამ ნუ მე 2006-ში მაგალითად რომ ნახე პენალტს უყავდა ძალიან გამიგვირდა 6-ში ვინ გააფუჭა კიდე ხოდა ვერ ვიხსენებ მე მგონი კამბიასომ ხوار კამბიას კუფრე გააგდეს კამბიას კუფრე გააგდეს რო იჭუბა მე მგონი კამბიასომ გაარტყა ლემანს კამბიასოს იყო გადამწყვეტი კამბიასოს გაფუჭებით და წააგეს აიალა იყო ერთ-ერთი და მე კამბიასო ვალენსიას სულ აქვს არგენტინული რა ქვია ხაზი კემპესიდან მოყოლებული შენ ხა არ კემპესამდე შენ ხა ახსენე რომ გახდნენ ჩემპიონებიო და დი სტეფანო იყო მსნელი მანდას დი სტეფანო იყო მსნელი 79-ში რო თასი აიღეს ანუ ჩვენ წინ
79-80 წლების სეზონი, როცა ვალენსია იგებს თასების თასს, იგებს სტეფანოს იმითი რა ქვია, მწვრთნელობით და კემპესია და დარიო ფელმანი ყავდა კიდე. რომელსაც აღებული აქვს ბოკასთან ერთად საკონტინენტო თასი. ასე რომ ორტეგა ხოლმე ორტეგას საკუთრებულად კარგი სეზონი მან დაარქონია დიდად. მაგრამ ხო, მე ხა იცი რა არგენტინული კუთხით შემარჩიეთ როგორც აღნიშნე არა მარტო, მაგრამ ხო, არა, ნუ ალბათ ეხა გასაგებია ბუნებრივად რა ქვია ეროვნებით არა ვარ არგენტინელი, მაგრამ ვთქვათ არა მათი კომაგი. შესაბამისად მე წინა წლის ვალენსია მიუხედავად იმისა, რომ აქ 4 იყვნენ და მაშინ 3, მირჩევნია ამ ვალენსიას, იმიტომ რომ რაც იყო ვალენსიის საფირმო ნიშა, აი ამ ვალენსიის საფირმო ნიშა, ვინც რო გააღვიძო ახლა თქვა მძინარე ვიღაცა გულშემატკივრე, ვინც მაშინ უყურებდა ამაზე კითხო, რა გამოარჩევდა ვალენსიას, ეს იყო მენდიეტას პასი და კლაუდიო ლოპესის გაქცევა და გატარა გოლის. გზირითად ბარსელონას გარშია ეს ყველაფერი. რაც დიდად არ გაუხარდება ეგ. არა, წინა სეზონში მაგრამ ნუ ყველა თამაში ეგრე მოუგეს. სამაგალითოდ გადაუარეს. იგი იმაზეც რა ქვია, ჩემპიონთა ლიგაზეც, შიდა ჩემპიონატშიც თუ უგებდნენ და თუ თასებსაც ხვდებოდნენ და ამწარებდნენ ამ გუნდს, ეს იყო მთავარი კომბინაცია. სხვა შორის კუპერმა მითხრა თბილისში, მე და ლევანს აბაშიძის კუთხეში იქ ვიჯექით და ოთარი იყო ბაქრაძე, ვკითხეთ ამ სეზონზე. კლაუდიო ლოპესი როგორ გაუშვით, ანუ შენ ალბათ არ გინდოდა და რა არ მინდოდა თქვა. მივხვდიო რომ ამას გაშიფრავენ, რამდენი შეიძლება ეს საკეთო. ხო, ერთი პასი. ამიტომ პრეზიდენტიო რო შემხვდაო და მკითხაო რომ მითხრა რომ ლაციო გვთავაზობს დიდ თანხას, ვთქვა რომ სანამ ფულს გაძლევენ, ეგრევე გაყიდე, იმიტომ რომ ეს აღარ იმუშავებს, მე უკვე სხვა მაქვს მოსაფიქრებელი რაღაცა და თუ მანდამაინც ამაზე კეთდება აქცენტი, ეს იცოდე რომ ეს სასრულია ხა ერთი კომბინაცია არ შეიძლება ყველას მოარგო და ამიტომ მეც ვიყავი თანახმა ინიციატორიაც არ იყო ინიციატორი ლაციო იყო და წინა სეზონში ლაციო გააგდეს ამათმა ვერონიანი ლაციო და იმითი რა ქვია კრესპოტი და ხო მაგრად მოუგეს და ისიც არგენტინული იყო კასტრომანები და რა ვიცი ვინ არ იყო ეგ ხო ხო და გააგდეს ეს ლაციო ამათმა და ლაციომ წაიყვანა მერე კლაუდიო ლოპესი. მაგრამ ამ ვალენსიას ის გამოარჩევდა, რომ ვინც კი სამდენ წავიდა, ვერავინ ითამაშა. ანუ როგორ ვერ ითამაშა, ხო თქვა მენდიეტამ და უზარმაზარ ფულად გაიყიდა. ამაზეც რომ მენდიეტასაც იგივეო. როგორ მითხრაო, რომ იმას უნდა ლაციოს გაუშვი ახლავეო, იმიტომ რომ მორჩა ამის ზრდა აქ წდება მენდიეტაც წინა სეზონში უკეთესია. მაშინ ის ხდება ლიგის საუკეთესო ნახევარმცველი. ხო, აი ისე შედეგებითაც, ბურთებითაც რაღაცა, უფრო შთამბეჭდავი წინა სეზონი ლოპეს სტატისტიკას რო ჩახედო ყველა ტურნირზე. 18 გოლი და 21 პასი აქვს გაკეთებული, ანუ 39 გოლი აქვს შექმნილი ტიპს. ხო. სიგიჟია ძალიან დიდი. აი შენ ახლა ამბობდი, რომ კილი არისო, ძირითადად კილი ამ სეზონში. ხო. კილიზე მეც ათამაშებდა კუპერი ვისენტეს. აი ნახეთ ისინი რა ქვია ციფრები. შეიმიდან ხო არა უფრო სკამიდან, თორე თამაშების რაოდენობით კი ეგრე არის. რაოდენობით მეტი აქვს იმას ვისენტეს, ანუ ნელ-ნელა კილის ჩანაცვლებას დაიწყო და იმიტომ რომ მე კილიც წავიდა მე. ინტერში წავიდა კილი მასალას. ხო. და კილიც არ არის ისეთი შთამბეჭდავი ამ წელს, როგორც წინაზე. ანუ ისიც გზნობს ამ რაღაცა სულ თქვას მაშინ აქ გესერში იმისი რა ქვია ახალგაზრდა ფეხბურთელის რომელიც ესპანეთის ნაკრების იმ ვისენტეს ტრავმა რო არ მიიღო ვისენტე და ბარახა ორივე ტრავმების გამო ვერ იქცენ იმ რანგის ვარსკვლავებად რასაც მათ თქვათ რაავანსებიც გაიცემოდა მათი მისამართი თორე ორივე ძალიან მაგარი იყო თუ ამ სეზონში ხა ნახე აიმარიც თქვათ ხო აიმარი გადმოვიდა შუა სეზონში ხა მე აიმარი გიждდებოდი ისე მეყვარდა მაგრამ და ჩემი შვილი საყვარელი ფეხბურთელია დღემდე მაგრამ აიმარი ჩამოვიდა იანვარში ანუ შუა სეზონში და ისე კარგად ვერ მოერგო აიმარი ვალენსიასთან უფრო რაფა ბენიტესის პერიოდშია თუმცა ბენიტესი მე თუ მკითხავ ბენიტესმა ამან რაც დათესა ეს იმიტომ ყველა რო გაუთავებთ ვამბობთ რომ უბედოა ესა კუპერი ხო თორე ამის დათესილია ხა იმან ის მოვიდა
იგივე გუნდით და ორჯერ გახდა ჩემპიონი. პირველი სეზონი კიდე. ხო და ეს რა დანატოვა როგორც სლოტი მოვიდა მაშინ ლივერპულში და გახდა ჩემპიონი იმითი რა ქვია კლოპის გუნდით და თავის გუნდი რაც არის კი ხედავთ ეგრე. მათ შორის რაღაცა მალიორკაშიც ისე დატოვა გუნდი რომ ამდენიმე წელი კიდე კონკურენტუნარიანი იყო. ვალენსია აგერ ათამაშდა ინტერში მაინც და მაინც შეიძლება არა მაგრამ უყურე ინტერი ნახე ახლა მოდი ინტერზეც გეტყვი რა ორ სამ წელში უკვე დაიწყო ინტერი გავარდა იმავე ჩემპიონთა ლიგიდან მილანთან ნახევარფინალში გავარდა სტუმრად გაშობილი გოლის წყალობით თავის სტადიონზე ეხლა არა ეხლა მეტი უბედობა რა გაგიდა ხო რომ მანდამაინც იმ თამაში იყო ეს მასპინძელი ხო 0-0 1-1 და გადის მილანი, იმიტომ რომ სტუმრად გაიტანა, ასტუმრად გაიტანა ხა ხო? ერთ სტადიონზე თამაშობდა. თორე ეს მესამედ გადიოდა ფინალში. ინტერით უკვე. შენ თვითონ გაიხსენე. ყველა ევროტურნირო აიღო მე-4-ე. ხო, მე-4-ე. და შენ თვითონ გაიხსენე აგერ, რომ იმაში რა ქვია, ბოლო ტურში ჩემპიონი ხდებოდა და საბოლოო ჯამში მესამე ადგილზე გავიდა. ის თამაში რო წააგო ლაციოსთან 4-2, იუვენტუსმა მოიგო კიდე და ის იმანს გადაასწრო. მარტო ამან კი არა. მე მგონი იუვენტუსი რომას ეთამაშებოდა. რაც მოკლედ ეგ ის იუვენტუსმა მოიგო გასვლაზე უდინეზესთან და გახდა ჩემპიონი. რომამ მოუგო ვიღაცას და მეორეზე გავიდა რომა და ეს მესამეზე გავიდა. რომა გავიდა მეორე. ინტერი არა? არა, ინტერ მესამეზე გავიდა. წინა სეზონი ხა ჩვენ 2021 წლის სეზონზე ვამოყილეთ ყურადღებას, მაგრამ წინა სეზონი პირველი როცა კუპერი იწყებს მუშაობას ვალენსიაში, ხო? კი. დასაწყისი აქვს გენიალური აბსოლუტურად. პირველი 4 თამაში წააგო. ხო, და მე 5-ეს ფრეს თამაშობს. ანუ გაგდების პირასაა კაცი, ხო? მოსულია მალიორკადან, ნუ გაგდებენ, იმიტომ რომ კი, თან მოსულია იმის იმიტომ რა ქვია, რანიერის მაგივრად, რომელსაც მოახვედრა იმაში რა ქვია, ლიგაზე. და მე-6-ე ტურში ბერნაბეუზე ეთამაშებიან რეალს და ნუ კუპერი ალბათ ფიქრობს რომ დამთავრებულია მისი მოღვაწეობა, იმიტომ რომ ჩემოდნაზე ზის და 3-0-ს უგებენ პირველ ტაიმში რეალს და წნარდებიან ცოტა ხნით, იმიტომ რომ მე მორიენტეს 2 გოლი გააგდა, 3-2 ხდება ანგარიში და აი მანდ ახლა 1 რო გაეტანა კიდე რეალს, ეს გადაცემა არ იქნებოდა ახლა. დღესაც სხვა რაღაცას ვილაპარაკებდით, მაგრამ ნუ ფაქტია რომ მეტი რეალ მოვეღარ შეაგდო, ვალენსია მოიგო და მაქედან მე მიაბეს ისეთი სერია რომ საბოლოო ჯამში მაგ სეზონში გავიდა მესამე ადგილზე გუნდი და ისევ ჩემპიონთა ლიგის ადგილი მოიპოვა. აი იმიტომაც ვამბობ მე თქვათ ახლა შეიძლება ჩემ თავს ვეწინააღმდეგებოდე ხო მაშინ შეიძლება ახლა ვიღაცამ თქვას კი მაგრამ რანიერიმ თუ გაიყვანა მაშინ ესეც გასულა რანიერის იმაზე რა ქვია მაგრამ აი ზუსტად დამასწარი ახლა ამან სხვა გუნდი გააკეთა და ამ სხვა გუნდის ჩამოყალიბებას დაჭირდა ის პერიოდი ის 4 წაგება და ფრე იმისთვის რომ ფეხბურთელებს მიეღოთ ის სათამაშო სქემა, რომელსაც მას თავაზობდა ახლად მოსული მწვრთნელი. ანუ მან გადააწყო გუნდი, ეს აღარ იყო რანიერის გუნდი, ეს იყო იმთავითო კუპერის გუნდი და ამიტომაც არის, რომ თქვა კუპერს დღემდე აღმერთებენ თქვა იმ ვალენსიაში, იმიტომ რომ აი შეიძლება იცი რა გარკვეულწილად სიმეონეს გავს კუპერის ბიოგრაფია იმ კუთხით რომ მასაც საყვედურობდნენ იმას რომ იცი რა ეს არ არის ესეთი შემტევი კი გასაგებია შენ თქვი რამდენი გოლი გადის მაგრამ აი ეს კომბინაცია იყო ხო ეხა რივალდო ახსენე ნახე დაფრინავდა ის ვალენსია და საას ნახე იქ მოუგო ყველაფერი ამან ოღონდ მოუგო ამითი აი ამ კონტრშეტევით და ცენტრის გადაკეტვით და აი ესე ძაღლებივით დაგეშილი აი ამ მითი რა ქვია ალბელდა ვარახა ანგულო რომელიც ცვლილებაზე შემოდიოდა ხოლმე მაგ დროს იქ ვისენტე ვახსენე კილი და აი სისხლის გემო და დაცვაყავდა საოცარი ჯუკიში იყო წინა სეზონში ხო სანამ ხო მე აიალას მოიგო და ჯუკიში პელეგრინო მეტად ვინც გული დამწყვეტა მართალი გითხრა ამ გუნდის შემადგენლობაში ოღონდ აბსოლუტურად სხვა მიზეზი იყო ამადეო კარბონი იმიტომ რომ როცა ის გახდა სპორტული დირექტორი ვალენსიის დაერია და გააგდო ყველა ისანს თამაშობდა. ეგ კუმანის წნობის პერიოდია. ნუ კუმანი გასაგებია რომ ლიკვიდატორია ეხა ხო. ხო და ბარახა და ალბელდა იყო ორი კაცი რომელიც იმას მარჩენა იყო რომელიც ასევე გააგდო. მარჩენ ჯერ არ არის აქ შემდეგ სეზონში გადმოდის. ყველა გააგდო. ანუ ვინც კი მის გვერდით ვინც თამაშობდა. და ნუ ის არის კანისარესი, შორსმიდია, თავარი ვინც ისკნა. ნუ ხა ის კომანისგან არ არის გასაკვირი ხა ბარსელონაში წავიდა და ლამის მესი გააგდოდა ხა მეტი
და ნუ ჯუკიჩზე არის კიდე სათქმელი ასევე ბევრჯერ თქმულა ეს და ბევრი მაიცის დარწმუნებულია, მაგრამ ახლა ვახსენეთ და ახლა ნაგულაპარაკობთ. 94-ში ბოლო ტურში დეპორტივოში მოთამაშე ჯუკიჩმა პენალტი გააფუჭა ბოლო წუთზე ვალენსიასთან თამაშში და შემდეგ სეზონში გადავიდა ვალენსიაში. ოღონდ ის პენალტის გაფუჭება ახლა ვიღაცამ თუ არ იცის, ფიქრობს რომ ამოხდა მე პენალტი გააფუჭაო და მთელი მუღამი ისაა რომ 0-0 იყო ანგარიში და დეპორტივოს რომ მოეგო ჩემპიონი ხდებოდა ისტორიაში პირველად. ხო და ეს კუპერი რა ტიპია რა, ეგ არის ძალიან საინტერესო, ანუ როგორც პიროვნება, იმიტომ რომ რაღაცა საინტერესო კარიერა და წარსული ქონდა, ფეხბურთელი იყო, ცენტრალური მცველი იყო, ცაცია. კი, მაშინ სხვა ნაკრებს საქმე თამაშები. ფერგოლოესტაში იყო და ჩემპიონიც გახდა იმის, კაპიტანი იყო მაგათ. კი, ორჯერ აქვს მოგებული პრიმერა დივიზიონი. ფეროკარელი ორჯერ გახდა არგენტინის ჩემპიონი. კი. მაშინ ორი ჩემპიონატი იყო წელიწადში და ორჯერ გახდა ჩემპიონი. მე ერთი მახსოვდა. და ბოლო 4 წელი ითამაშა ჰურაკანში, სადაც მე მწვრთნელობას დაიწყო, ანუ დაამთავრა კარიერა ერთი სეზონი და ისვენასავით და 93-დან უკვე იქ არის მწვრთნელი. და აქ რა ხდება ახლა 93-14 წლების სეზონში ბოლო ტურში ჰურაკანი არის პირველ ადგილზე და უნდა ეთამაშოს ინდეპენდიენტეს გასვლაზე. უბრალოდ არ უნდა წააგოს. 4-0-ს აგებენ და ინდეპენდიენტე ხდება ჩემპიონი. ანუ ეს არის ამ კაცის პირველი წაგებული ფინალი. არ არის ესე ფინალი თქვათ, იმიტომ რომ ჩემპიონატია, მაგრამ ბოლო ტურში წააგო კაცმა. მე ფაქტად მახსოვს რომ ჰურაკანი ბოლოს ჩემპიონი გახდა ძალიან დიდი ხნის წინ. ერთხელ გახდა 63-ში. ხო და აი მეორე დაგებინებდა კაცს, მაგრამ ხო და მაგიტომ მე წავიდა. ეგ დაჩემებული აქ. მე კიდევ ბამბინო ვიერა ყავდა მწვრთნელი და იმან მოუგო ველესმა ბოლო ტურში მაქსიმ მორალესის გოლი და გადაასწრეს. პასტორე ყავდა მაშინ იმაში რა ქვია ჰურაკანში და ჰურაკანში იყო პასტორე? ხო. ესე იგი ბოლო ტურში წაგებები. ბოლო ტურში კუპერი მიდის ლანუსში, იქ იგებს კოპა კონმებოლს, რაც დაახლოებით UEFA-ს თასი ევროპის ლიგის ეკვივალენტია. მერეობს, მაგრამ ხო, სუდამერიკანას ერთ-ერთი იყო მაგის ერთ-ერთი წინამორბედი. მერე მიდის მალიორკაში, იქ იგებს უკვე ესპანეთის სუპერთასს. ხო, თასი ფინალი წააგო იმაში. და გადის 99 წლის თასების ფლობათა თასის ფინალში, ეს არის ბოლო ტურნირი ამ ფორმატით. მე შეუერთდა UEFA-ს და აქ უკვე ლასიოსთან აგებს 2-1 ფინალში. მოკლედ, ეს არის უკვე მესამე წაგებული ფინალი ამ კაცისთვის. და ამ მალიორკადან 99 წლის ზაფხულში გადადის ვალენსიაში. გადადის, იმიტომ რომ რანიერი ტოვებს ვალენსიას და მიდის ატლეტიკოში და ესე ვთქვათ, ასახელებს გუნდს, ურჩევს რომ კუპერი მოიყვანეთო, ესო კაი კაციო. მოდის კუპერი, მე როგორც დაიწყო ეს სეზონი კითხვი უკვე 4 წააგეს, ერთი ფრეი თამაშეს და ნუ გაგდების პირას იყო და რეალს მოუგეს არსაიდან. და მალევე აქ სადღაც თებერვალში 2000 წლის ერთ-ერთ თამაში ლოპესი მოხსნა, ანუ იგებდა ვალენსია და ლოპესი გაიყვანა და შემოიყვანა ნახევარმცველი და დაიწყო სტვენა გულშემატკივარმა, რომ ეს ყვა თამაშებს რაღაცა. დაცვით ფეხბურთს არ უტევს, გოლების გატანა არ უნდა და კუპერ აუტ, ნუ ეს თარგმანში არ ვიცი ესპანურად როგორ არის, ეს შეძახილებიც კი ისმოდა უკვე მოედანზე და საშუალო თვითონაც ამბობს ამას, რომ 2-1-ში როცა წავიდა, ერთ-ერთი მიზეზი ესაც იყო, რომ ამ წნეხ, ანუ ძალიან დიდ წნეხს გწნობდიო რა. კუპერ სალიდა. ხო, ალბათ. exit სალიდა. წავიდა კუპერიო. და ნუ მე ინტერში მიდის, ორჯერ ზედზე დაგდებს ვალენსიას ევროტურნირებიდან, ჯერ UEFA-ს თასზე და მე უკვე ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ფინალიდან. აი ეგ თამაშია გენიალური, ასევე. და ნუ მე მისი კარიერა უკვე მიდის დაბლა და დაბლა სამწუხაროდ. კუპერის ფაქტორმა. ეგ არის 2000 რომელი წელია? ლიგიდან რო აგდებს 22-23. იცი რა, ეგ მე რო წავიდა სანაკრებო იმაში. მაგრამ ეხლა ნუ დაგავიწყდეთ ეგვიპტე ვინ გაიყვანა სოფლიო ჩემპიონატში? ხო. on ფინალი წააგო მაინც იმის აფრიკის თასის. არა, ეხლა ფინალი წააგო. ყველა ფინალს აგებს მოკლედ. ფინალს აგებს. ბალაკივით არის. ხო, მაგრამ ფინალში გადის. ფინალში უნდა მოხსნა. ხო და საქართველოში ვერ მოიგო ვერ. ძალიან პიროვნულად არის ფანტასტიკური საოცარი. ძალიან თბილი, ყურადღებიანი, თავმდაბალი და ესეთი კაცური, კარგი ქართველი კაცის თვისებები აქვს. ნახევარ ფედერაციას მაგის ვალი ქონდა. ხო. მათ შორის ესეთ ბობოლა თანამდებობებზე მყოფ მას რა ქვია. ხალხს. ხო, რაღაც სტატია ამოვქექე 2009 წლის ერთ-ერთ ქართულ სპორტულ ჟურნალთან და ამბობდა, რომ
დავდივარო ქუჩებშიო სუპერმარკეტებში შევდივარ ხალხს ქართულად ვარ აქ ცხოვრობდა ამდენი არც ერთ ქართულ მსმენელს არ უცხოვრია თბილისში იმდენი რამდენი ცხოვრა კოპერმა და ეს სამშაბათობა ხო მაგის დაწესებულია სამშაბათობა აი ვის არ გაუმართლა კიდე იმაში თაობაში შეხედეთ ვის რა ხალხი ყავდა იქ იმ სამშაბათობაზე და იმაზე ვის ათამაშებდა იქ ნახეთ ნაკრებში ხო ისე ანუ უკვე ასაკში მყოფი უკვე ის ოქროსთაობის ბიჭები და სხვა რაღაცებზე ორიენტირებული გუნდი, რომელმაც მე თუ მკითხავთ, მე არ შემეშინდება მის თქმა, რომ უბრალოდ ჩაუშვას მწვრთნელი. ხო, თუმცა უცნაური არის მაინც ეს ნაზავი რო ეგეთი გამოვიდა, იმიტომ რომ კარგი მწვრთნელი არის უპერი, ერთ-ერთი ყველაზე ალბათ სახელოვანი. თან ახლა როგორ ის საქართველოს ყოფილა ალბათ, ხო? ხო და მანამდე ტოპ მეოლერი იყო ასევე კაცი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ყავს გუნდი გაყვანილი, მე აგერ უპერი მოდის. ფინალი ჰქონდათ ჯამში 2 მსვლელს დათამაშები და მიყოლებით. და ის ტოპ მეოლერის პერიოდის არ იყო მთლად კარგი, ხო? ეს კატასტროფა. ეს კატასტროფა ამან მოუგო მარტო ერთი თამაში მოიგო უელსთან ამხანაგური პირველი თამაში. ხო. განჭაყოლებს. აი იმაში აგდო მან გოცირიძემ არა? გოცირიძემ გაიტანა ერთი, ხო. მე ყველაფერი წავაგეთ. აუ ბაბა. არა, იმას კი არ გეუბნები, კარგი იყო და სამუდამოდ ხო და არა. დაგეტოვებია, მაგრამ ფაქტია, რომ სამჯერ გადის ევროტურნირების ფინალში და მე იგივე ეგვიპტე რო გაყავს იქ, ხო? ხო. ეგვიპტეთან მიუხედავად იმისა, რომ ყველა წარმატებული გუნდი აფრიკის თასის. რამდენი ხანი სოფლიო ჩემპიონატებზე ხო 90 წელს იყო და ის მე პირველად 2018-ში გავიდა, ხო? და თან ამ პერიოდში 90-დან 2018-მდე აფრიკის თასს ხშირად იგებენ. ორჯერ იგებდა და ვერ გადიოდა ჩემპიონატზე. კი ბატონო, გაიყვანა ამან. თან რო თქვა, რომ აი ძალიან გაუმართლა ფეხბურთელებშიო, თადეგრე არ არის, იმიტომ რომ სალაჰი და აი არსენალში რო იყო ელნენი, ორი ტიპი ყავდა, ვინც აი ტოპ ლიგებში, ტოპ იმებში თამაშობდა. მეტი არა. მე ახლა სირიაში იყო ბოლოს კიდე. ნო. აი გუნდი 23-24 წელი. და ნორმალური გუნდი გააკეთა და თუ კი ვინმე იყო არგენტინაში იქაური წარმომავლობის იპოვა ესე კი ჰემი და ვიღაც ეს ტიპები ნახა იქა. წაიყვანა და ნაკრებში ათამაშა და ნორმალური შედეგები ჰქონდა. ახლა მას დღეს უკვე კარგი შედეგი არის სოფლიო ჩემპიონატზე გასვლა. იქ ვერ გავიდა, გასაგებია, მაგრამ ფეხბურთი ათამაშა. არა, ხა კუპერო ძალიან მაგარი მსმენელია, მაგას რა თუ ნახე შეიძლება. აი, წამოვიდეთ ახლა უფრო კონკრეტიკაში ამ სეზონზე. კი ბატონო. და ლიგა გავიხსენოთ, ჩემპიონთა ლიგაზე სვლა ვალენსიის, იმიტომ რომ ნუ ჩემპიონატში გადიან მეხუთე ადგილზე. სხვათა შორის ეს მეხუთე ადგილი ძალიან მატყუარა რაღაცაა, იმიტომ რომ მთელი ჯერ ერთი პირველი წრე დახურეს მეორე ადგილზე. ანუ მაგარ ფორმაში იყო ძალიან ვალენსია, იგებდა თამაშებს და აი სადღაც სეზონის შუიდან ეწყებათ ჩავარდნა. მეოთხე მესამე ადგილს ეთამაშებიან, მაგრამ ეს მეხუთე ადგილი იმიტომ ხდება, რომ სეზონის ბოლო თამაში ბარსელონასთან აქ უკვე ლიგის ფინალში წაგებულიც აქვს და ყველაფერი, ანუ ივნისშია ეს თამაში. აგებენ ბოლო ორ თამაშს საერთოდ ჯერ დეპორტთან, მერე ხო და ეს ლეგენდარული თამაშია თან. საერთოდ როგორი არის ნახე წინა სეზონი 99-2000, როდესაც ვალენსიათან გადის ჩემპიონთა ლიგის ფინალში და თან სასწაულ ფეხბურთს თამაშობს პლეი-ოფებიდან უყოლებული, მერე უგებს იქ ფავორიტ ლაციოს, ბარსას. ტურნირის ფავორიტ ლაციოს ალბათ რა, იმ სეზონში ლაციო სუპერ გუნდი იყო, ისეთი ვარსკვლავური გუნდი იყო და მაგათ უგებენ თან 5 თორშო უგებენ და მერე ბარსას 4 თორს უგებენ. გადიან ფინალში და იქ რეალი მერე ძალიან მარტივად უგებს. მიუხედავად იმისა, რომ ამათ ისეთი გზა გაიარეს, რომ თითქოს ესენი უნდა ყოფილიყო ფავორიტი ხო, თითქოს ეს უფრო ითვლებოდა. ჩემპიონატი მაგ წელს ვალენსია მთელი სეზონი ფაქტო პირველ სეზონში ძიმე სტარტის მერე ისე არის რომ ჩემპიონთა ლიგაზე კი გავიდა მესამეზე გავიდნენ როგორც თქვით, მაგრამ იქაც ბოლო ტურში შევიდა 4-ში. ხო, ბოლოში დაჩული ჩემპიონატი. ჩემპიონი ვინ გახდა? დეპორტივო. და 2001-ში უკვე რეალი ხდება ჩემპიონი ამ წელს, მაგრამ ვალენსიას ეს ანუ უცნაურობები რა, რაც არის ერთი რომ დეპორტივო გახდა წინა წელს ჩემპიონი ისტორიაში პირველად და ერთადერთხელ და რომელიც მანამდე უნდა გამختارიყო 94-ში ვალენსიას ამ ჯგუფის პენალტი რო გაიფუჭებინა და ამ წელს 1 წლის მე 2021 წლის სეზონში ალბათ ყველაზე აი დასამახსოვრებელი თამაშები კონკრეტული ერთი ფეხბურთელის ჩატარებული რო გაიხსენო, აი რაც გინახავს ადამიანს, ერთ-ერთი ყველაზე ისეთი დასამახსოვრებელი თამაში, ერთი კონკრეტული ფეხბურთელის ერთ კონკრეტულ თამაში, რამდენიმე ხო არის რონალდინიო რეალთან რაღაც. არის აი ეს თამაში რივალდოსი ვალენსიასთან, სადაც ბოლო წუთზე
ჩვენთვის ავაცახსენებელი ფრანკ დებურის კი პასია, ოღონდ არა ბერკამზე, არამედ ამჯერად რივალდოზე და ნუ აი მკერდით მიღებული ბურთის აჯამის გარეთ და მაგრატელა გაგიჟებული გასპარი არანორმალური სიდამაზე გოლია. ასე რომ ეს ვალენსია ეწირება მაგას. ეს ლამაზი გოლი, რომელიც და ხოთან მნიშვნელობაც რა იყო გოლის, იმიტომ რომ მაგ გოლმა ბარსელონა გაიყვანა ჩემპიონის ლიგაზე და არ უნდა დაგვაუწეს ეს რა პერიოდია. კი ბატონო, თუნდაც მეხუთე ადგილი, მაინც ძალიან კარგი ის არის, იმიტომ რომ მანდ არის არანორმალური დეპორი. თავის ვალერონით და დიეგო ტრისტანებით და იმით ხო რეალი რომელიც ჩემპიონთა ლიგას იგებს შენ ნახსენები აგერ ბარსელონად აქედან წაყვანილი ხალხითაც და მალიორკა მესამეზე თავის და მალიორკა კიდე ძალიან ძლიერი ხო რომელიც ამან გააკეთა კიდე უპერის ფახმელიაზე შემორჩენილი მუნდი და წინა წელს სელტაც იქვია ხო ყურადღება რა სელტა ძალიან კარგი სელტა მაშინ იერურეტა სელტაა და რამდენად რთული ტურნირია ლა ლიგა ამ პერიოდში ასევე რომ ვიღაცამ თქვათ არის ფიქროს რომ დღევანდელი ლა ლიგის ის არის მსგავსი ანუ ბევრად რთული ტურნირი რო არის ჯერ საკმარისია გადახედო რა რაოდენობის ქულებით ხდებიან ჩემპიონები რამდენ თამაშს აგებენ სეზონში რა ჩემპიონი შევა აკო 7-8 თამაში და აი დეპორტივო რო ჩემპიონი ხდება და ვალენსია რო გადის ჩემპიონთა ლიგის ფინალში უკვე რა აბსურდია დღევანდელი გამოსახედიდან ხო დეპორტივო რო სეგუნდაში თამაშობს ახლა იქენძის ამოვიდა ვალენსია რაგერ იმაში გასავალი ზონაშია და ლა ლიგიდან ვარდებიან სევილია ბეტის და ატლეტიკო ერთად ეს სამი გუნდი ერთად ვარდება და ბეტის და ატლეტიკო ვერ ამოდის თან შემდეგ სეზონში კიდე იქ რჩება და გულებსაც რო გადახედოთ 69 ქულით გაჩემპიონებული გუნდი დღეს აბსურდია უკვე ხო სიგიჟეა 38-ში 69 ქულით ჩემპიონატი და რაღაცა ბევრი გაშვება ანუ ბურთების ბალანსიც ისეთი ქონდა და ხათაშორის ისე ხო გუნდიც რო ჩამოთვალე ვალენსია შემადგენლობა რო ჩამოთვალე 2021 წლების სეზონში ხო და ფეხბურთელები მივიდნენ იგივე ზახოვიჩი და იმატეს რომელიც ხო ვარსკვლავი იყო იმ პერიოდში ევროპის ჩემპიონატი ძალიან მაგრად ითამაშა სლოვენიის გასვლა იმ ტურნირზე საერთოდ მოულოდნელობა იყო და იქ მე კარგი თამაშები ჩაატარეს მათ შორის იუგოსლავიასთან 3-3 და ზახოვიჩმა მაგრად ითამაშა ანუ ისედაც ძლიერი შემადგენლობა ამ ვალენსიასი კიდევ უფრო ძლიერდება სახელებით და ძალიან ვარსკვლავური გუნდია რა მაგრამ გადის მეხუთე ადგილზე ხო დეშამი ბოლო სეზონია სხვათა შორის კარიერაში ამთავრებს ამის მე აიმარი ზამთარში ზახოვიჩი ვისენტე დეშამი ვალენსიაში ხო ხო ნუ ალბათ ბოლო სეზონია კარიერაში მაგრამ შემადგენლობა რო აიღო ვალენსიასი სუპერ გუნდია ესე შემადგენლობით მაგრამ არა საკმარისი იმის რომ ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვდეს ლა ლიგაში რატომ ირჩევნია წინა სეზონი და რატომ მგონია რომ უფრო შტამბეჭდავი იყო ნუ ჯერზე აღარ მოვყევით რატომ ასე იყო ხო მაგრამ ნახე საუკეთესო ფეხბურთელი ამ ვალენსიის ახლა რო შეხედო შენ სტატისტიკას ხო არის სანჩესი ხო, ყველაზე მეტი გოლი არის აქვს. და 100 კაცი რო ჩამოგათვლილია ვალენსიის ესენი რა ქვია. ხუან სანჩესი შემადგენლობაში ხუან სანჩესი შევსართ არ დაასახელო რა. ამ დროს ლაპარაკობთ კაცზე, რომელმაც მათ შორის ნახევარფინალშიც იბასთან რა ქვია. ლიცარ შეხვდნენ. ორი გოლი გაიტანა იქა. და ბომბარდირი იყო გუნდის. კარიოვზე მეტი გაიტანა. და ავიზო ყველა თამაში გოლი გაქონდა. ამ დროს ეხლა ცუდი კი არ მინდა რაღაცა თქვა, მაგრამ ერთი რაღაც უსახური ფორვარდი იყო ესეთი რა. რა ვიცი. ნორმალური დასასრულს. ხო, არა ეხლა ჩემი დასასრულს რაჭის ეხლა მას სანჩეს, მაგრამ ნუ სანჩესი რო გითხრა, სანჩესებშიც კი საშუალო სანჩესი 7 კაც დაგესახელებ 10-ში ვერ მოხდეს. მე რატო მახსოვდა ხუან სანჩესი გეტყვი ეხლა. მიზეზი გენიალური იყო შეცდომ აი რაღაცა სისულელეს რო არასწორი მიზეზით რო სხვა რაღაცა კარგი რო გამოგივა ხო იცი ის რო შემთხვევით მიყვალ ხო აი განტოლებას რო ამოხსნი სკოლაში რაღაცა და სწორ პასუხს რომ მიიღებ მაგრამ იდიოტურად რომ მიხვედი რა ეს არასწორი არ მაგრამ სწორი პასუხი რო გაარტყე შემთხვევით რო გამოგივით ილია სანჩესი არის ეგეთი ფეხბურთელი რომელიც თამაშობს ამერიკის შეერთებულ შტატებში ნელ-ნელა წლებია უკვე და ძალიან დიდი ხანი წლები ეგ ტიპი მეგონა დაარწმუნებული იყო ამისი შვილი იყო იმიტომ ილია ქვია თან და ილია ამის თანაგუნდელი იყო ადრიან ილია და ცოტა კი გამეკვირდა მეთქე თანაგუნდელის გვარი რატო დაარქვა შვილს მაგრამ თუ წასული წინა სეზონში კარგი იყო ეს და ხუან სანჩეს ხო ამ სეზონში და ხო მეგონა რომ ძმაკაცია ეტყობა და ევასება და დაარქვა შვილს იმ ძმაკაცის გვარი უცნაურია მაინც ცოტა რაღაცა გეი ვაიბები მოაქვს მაგრამ დაარქვა მეთქი რა
თურმე რა შვილი არაფერი კავშირი არ აქვს მე ვნახე რომ 17 წლის იყო ეს ხუან სანჩესი ის დაიბადა და მეგობრის შვილზე ყველაზე უფრო ესეთი რაც მახსენდება იყო ჩემ მეგობრს ძალიან კაი კაცია ის თვითონ ვიზას ლაპარაკობ ხა პატივისცემ ვაფერ მაგრამ ძალიან უცნაურად დაურქმევია გამაცნეს ეს კაცი ჩემ კურსელმა გამაცნო ვარაბიონია გადავირეკინა ვარაბიონი ხა სახელი არ გამიგია ხარ რა მოხდა ჯარში ომში ყოფილა დაღუპულა ის მამამის იყო ომში და მეგობარი ყავდა რომელიც დაიღუპა და გვარად იყო ვარაბიოვი ვარაბიოვი მე ერთი ვიკითხე ხა მაინც ხოიც რაღაც ცოტა ის ახარ მაინც ხა მე არა ვარ ეთქო მართლა კარგი ადამიანი რაღაცა კი არ მიცადა ეს ყველაფერი მაგრამ ეთქოს შესაძლოა თარენ ვიგითხარ და სახელი არ ქონა იმ კაცს ხარ მე რო გვარსოიცა ეგრე რო პირდა სახელი და ერქმია ხარჯა არაბიონი რატომ დაარქვა შორს ნუ ბებეტომ რომ მატეუსი დაარქვა მატეუსის სახელია ეხა ხო ხა ეს ბევრს გონია ხოლმე რომ ბებეტომ იცი რა მატეუსის იმას რა ლოთარ მატეუსის იმას მატეუსი არის მათე თავდამსხმელები ახსენეთ და მართლა ძალიან საშუალო სეზონი აქვს ესე, იმიტომ რომ არც ჩემპიონთა ლიგის, არც ლა ლიგის ბომბარდირობასთან ახლოსაც არ არის. ორივეს ბომბარდირი რაული ხდება სხვათა შორის 24 გოლი შეაგდო ლა ლიგაში 7 ჩემპიონთა ლიგაზე და მე ბევრი ტიპი მოდის ერთნაირი გოლებით. მარკო სიმონე, რივალდო, ელბერის, კოულზი, კიდევ ვიღაცები 6-6 გოლით და 5 გოლი აქვს შეგდებული სანჩეს. ოღონდ ბევრად მეტი თამაში აქვს, ნათამაშები შესაბამისად იმაში და თანმიმდევრობაში ქვემოთ არის და ლა ლიგის ბომბარდირებსაც შეეხება რივალდო 23 გოლი, ხავი მორენო 22, დიეგო ტრისტანი 19, კლუვერტი 18 და სანჩეს აქვს 12 გოლი. ხავი მორენო რო ახსენე, კარგია, იმიტომ რომ წეგანაც ხე გამახსენდა რომ 2000 წლის უცნაურ სეზონზე რო ვილაპარაკეთ დღევანდელი გამოსახედიდან. იმიტომ რომ იქ დეპორტივო ხდება ჩემპიონი, ვალენსია ჩემპიონთა ლიგის ფინალში გადის რეალთან აგებს, კაი, მაგრამ ვალენსია გადის და იქ ატლეტიკო სევილია ბეტის ვარდებიან ლა ლიგიდან 2001 წელს აი უკვე ამ სეზონში როდესაც ვალენსია ისევ გადის ფინალში. იქით უეფას თასის ფინალში გადის ალავესი. ხო, ეს მაგარი ყველაზე მაგარი ფინალია. რომელიც მარცხდება ლივერპულთან 5-4-ს აგებს და ხავი მორენო ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო იმ გუნდის, კი. კონტრა და ვიღაცა. ანუ ესე იგი რა ხდება რა? მანდ იყო შანსი სხვათა შორის რომ ბარსელონა ის ყოფილიყო ფინალი. ალავესი. იმიტომ რომ ბარსელონა ნახევარია მაშინ ძალიან მაგარი. ხო, ალავესი რო გადის. შეიძლება მომხდარიყო რა. უეფას თასის ფინალში. უეფას სუპერთასზე შეიძლება ეთამაშა ვალენსია ალავესი. ეს იქნებოდა ალბათ რაღაც სერიოზული შანსი იყო მაგის. თუმცა 4-4 იყო და 100 მეტრში რაღაცაზე გაუშვეს ის გოლი. ეგრე ხელი რო გაიტანა თავის. გადავიდეთ ამ გუნდის ჩემპიონთა ლიგურ სულაზე. მოდი 2000 წინა სეზონიც ვახსენოთ, იმიტომ რომ ძალიან შთამბეჭდავი გზა გაიარეს და ესეც მაინც და მაინც ესე უგულებელ საყოფი არ არის, იმიტომ რომ ჯერ ჯგუფში ყავდა. ის უნდა გავიხსენოთ რომ ორი ჯგუფური ეტაპია. კი, ორივე სეზონში არის ეგეთი ფორმატი, რომ ორი ქვე ჯგუფი და შემდეგ მეორე ჯგუფია და ესე იგი რას აკეთებს ვალენსიანდროს პირველი 2019-2020 წლების სეზონში ჯგუფში ხდება ბაიერნი, ხდება რეინჯერსი და PSV Eindhoven. ამ ჯგუფს გადის წაუგებლად. ბაიერნს ორივეჯერ ეთამაშა. ბაიერნს ეთამაშა, ხო, ჯვარედინი ტურები მოუწია ბაიერნთან ერთ-ერთი ორივე სტადიონზე და რეინჯერს ორივე მოუგო, PSV-ს ერთი მოუგო და მოკლედ 12 გოლით გადის პირველ ადგილზე. მე ხა იქნება გაუმართლოსო რომ ესეთი მთლად მონსტრი ბაიერნი არ შეხვდესო, მეტი არ არის, ჩემი მანჩესტერი. დატო, შენი ფიორენტინა, შენი ბატისტუტა და ბორდო, რომელიც ასევე კარგი გუნდია. ერთი წლით ადრე UEFA-ს თასის ნახევარფინალშია. მაგრამ ორივე თამაში. ნათამაშები. და ბორდოსთან იგებს ორივე თამაში 3-0, 4-1. მანჩესტერთან. ფიორენტინას უგებს ერთ თამაშს და მანჩესტერთან აგებს და ფიორენტინასთანაც ერთსაც აგებს მიატოვიჩის გოლი სხვათა შორის. აქაც გადის ჯგუფიდან ოღონდ მეორე ადგილზე და უკვე ეს პლეიოფები თქვით ლაციოს ხდება, რომელიც არის მართლა ალბათ უძლიერესი გუნდი. სახელებიც რო წაიკითხო. კი, საოცარი შემადგენლობა. იჟი გუნდია და სახში 5-2-ს უგებს. ხერარდი ასრულებს ჰეტრიკს. ხერარდის ჰეტრიკია, კლაუდი ლოპესი დააჭედეს ბოლო წუთზე მეხუთე გოლს. ანგულოც იტანს და ნუ მერე უკვე რომში კი აგებენ 1-0-ს, მაგრამ აწი აღარ ყოფნი და არაფერი. ხდება მერე ბარსელონას, რომელსაც ასევე ანადგურებს მესტალიაზე 4-1. თან ის ერთი გოლიც თავის კარში გაიტანეს. ეგ მე მახსოვს, ხო პელეგრინომ გაიტანა და მახსოვს ეგ დაპირისპირება რა მოლოდინი მქონდა, რომ გამიხარდა რომ ვალენსია, მაშინ ხოთან ის იყო, რა ქვია,
წინასწარ იყო შედგენილი გრაფი. ხო, ანუ რომელიც ხვდებოდა. წვილის გამარჯვებული რომელს შეხვდებოდა. შესაბამისად ბარსელონა მაგ წელს ჩელსის მოუგო, ძალიან დაძაბულ და რთულ თამაშებში. ძალიან კაი გუნდი იყო ხეიდიაში. ეს არის ბოლო სეზონი, სანამ ის მოღალატე წავა ბარსადან და შესაბამისად კაი გუნდია ჯერ კიდე ბარსელონა. იმიტომ რომ იქით ფიგუ ყავს, აქეთ რივალდო, კლუივერტი და ჩელსი ძალიან რთულ დაპირისპირებაში გააგდეს. ვალენსიამ რომ მოუგო იქით ლაციოს მე ვიყავი ძალიან ბედნიერი. ხო, ნუ ლაციო რო არ შეხვდა. უმძიმესი, უძლიერესი გუნდი ჩამოგვაშო, მეთქი ამათ ეხა. ამათ ეხა წმა, ნუ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავა ბარსელონა, მეთქი პირველად ნახავ მაგას, იმიტომ რომ 14 ვერ ნახე, მე დაუწე კომაგობა. შენ რამზან. კი, როგორ არა? ძალიან კაცი ბჭობდაო, იცი? ანგულოს დუბლი, მენდიეტას პენალტი და ისევ 80 დამატებულ დროში ლოპესის მეოთხე გოლი. მაგრამ მიუხედავად მაგისა, სხვა შეიძლება საპასუხო მატჩის წინ მაინც იმედიანად ვიყავი განწყობილი. რამდენადაც შეიძლება იმედიანად იყო განწყობილი 4-1 წაგების მერე, იმიტომ რომ ჩელსისთან 3-1 ქონდა წაგებული. არა, მე მეშინოდა. ხო, არა, მე კი ვიყავ მეშინოდა. მე კამპნაუზე შეიძლება და ეგონდა რომ მეორე თამაშიც მოუგებდა. და უკვე მე ფინალი გამოვიდა რომ მენდიეტამ რო გაიტანა მე პენალტიში აგდო ხო მანდ საპასუხო თამაში. მენდიეტამ აქცია. მენდიეტამ გაიტანა მანდ დამთავრდა ყველაფერი ასაგები იყო. კი გაუტანა მე ორი ბარსელონა მოუგო, მაგრამ და იქით რეალმა ნახევარფინალში გამოაგდო ბაიერნი, ფინალში ვალენსიას დაეჯახა და 3-0 უშანსოდ მოუგო. აქ აი საერთოდ ამ თამაშის გინდა სტატისტიკა ნახო, გინდა უყურო, გინდა ჰაილაითები ნახო. მაგ თამაშს ეტყობოდა რომ ჩემპიონთა ლიგის 1 წლით ადრე მომგები გუნდი პლუს 7 გზის გამარჯვებული იყო ერთ ხარეს და მეორე ხარეს იყო დებიუტანტი ფინალის. ეხლა რა უქნათ პრინციპით. და გუნდი რომელსაც არ იცოდა რა ეკნა. აქ კი მოვედით, მაგრამ ეხლა რა უნდა გავაკეთოთ. ხო, და ნუ 3-0 მორიენტესი მაკმანამანის მაგარი გოლი და ბოლოს რაულიც. 3-0 რაულის ძალიან დასამახსოვრებელი გოლი. და მე აი ძალიან საინტერესოა რომ ესეთი ამბავი რომ დებიუტანტი ხარ ჩემპიონთა ლიგაზე. ამ ტურნირის სახელით, კაი, თქვათ, ისიც ჩავთვალეთ 28 წელი არ გითამაშია ამ ტურნირზე. ხო, UEFA-ს თასზე გადიოდა რაღაც შვებოდა, მაგრამ ესეთი მარცხის მერე თითქოს ლოგიკა არის, რომ ვალენსიამ უნდა გაყიდოს ფეხბურთელები, თქვათ, აი რაღაცა ესეთ კონკია ამბავი რო არის, რომ აბა ეხლა გავედით, მერე რაც ლიც დაემართა, ხო, მაგალითად ეხლა ამ სეზონში ლიცი გადის და მერე იშლება ეს გუნდი. უნდა გაყიდოს ხალხი, ან რაღაცა მორალი უნდა დაეცეს გუნდში, მაგრამ არა. პირიქით ეს გუნდი იწყებს ლა ლიგას ძალიან მაგრა როგორც თქვით მეორე ადგილზეა პირველი წლის ბოლოს ჩემპიონთა ლიგას კიდევ უფრო დიდი შემართებით უტევს იმიტომ რომ ესე იგი ჯგუფში ხვდება ლიონი, ოლიმპიაკოსი და ჰერენვენი რა უნდა და ამას აქ რაც მარიცის, მაგრამ ამათ უგებს იქით კიდე მანჩესტერი ხვდება ეს რაღაცნაირად ძალიან ხშირად ხდებოდნენ ერთმანეთს და მანჩესტერის ჯგუფში სადაც პანათინაიკოსი და შტურმ გრაცი არის თამაშს არ აგებს არ აგებს მანჩესტერთან ორი ფრია და პლეიოფით მაინც საინტერესოა კი ლაციო ულაპარაკოთ უძლიერესი გუნდი იყო, მაგრამ აქ უკვე არსენალი ხვდება. აი ეგ იყო სეზონის გადამტეხი მომენტი. ხო, ზუსტად მეც მაგას ფიქრობდი, იმიტომ რომ ჰაიბერიზე გოლი შეაგდო აიალამ და ეს გასვლაზე გატანილი გოლი უკვე ძალიან ბევრს ნიშნავდა და კი წააგეს ის თამაში, მაგრამ 2-1 წააგეს, ხო? მე ხო 2 წუთში გაუტანა ორი გოლი, მე არსენალმა იქ. მაგრამ მე ნუ მოსაგები ჰქონდათ მესტალიაზე და მოახერხეს კიდეც ეგ. მე მგონი მანდ გადატყდა ამბავი და მე უცებ, აი ხო იცი ის ფოტო რო არის ორი ტიპი რო ერთმანეთს ხვდება საწინააღმდეგო მიმართული ეს რო უკვირთ ერთმანეთთან შეხვდა აი ეგრე ხვდებიან ლიცი და ვალენსია ერთმანეთს რა შუაში არიან ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ცოტა ეგეთი ამბავია მაგრამ ხო ლიცაც უგებენ 3-0 აი სხვათა შორის კუა სანჩესი ვახსენეთ ხელით გააქვს აშკარად პირველი გოლი ეს ეცემა და ვითომ ასე აკეთებს მაგრამ ნუ ვერ დაინახეს გაძვრა და გადიან ფინალში ხვდება ვალენსიას ბაიერნი რომელიც არის ჩვეულებრივი ისეთი ფსიქოლოგიური ტრაუმიდან ხო და იმან ტრაგედიის დაჯახებაა ერთი ვალენსიას რომელსაც ფინალი წააგო და ტრაგედია იმიტომ რომ ფინალში გავიდა ვალენსია წააგო და მეორე ერთი წლით ადრე ყველაზე ცუდი ჯოჯოხეთური ხო ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული წაგებაა ალბათ ჩემპიონთა ლიგის ფინალი ფაქტობრივად სემი კუფურის სიცოცხლე ამ თამაშს მიცი ბედი ამას კიდია ეს თუ წააგო ალბათ ეს კაცი ასიზავდა მოუწევდა თავს კაცმა არ იცის და ამბობს კიდეც მაგას ინტერვიუში რომ მე თამაშზე რომ შემოვედიო ნუ ამ ყველას ვეუბნებოდი ეფენბერგს კანსაც რომ მოკლედ ნუ უნდა მოვიგოთო რა ეხა იქ არ აყვება კიდე რას ეუბნებოდა ალბათ მაგრამ ხო ეგ იყო რა ამბობს მე კუპერიც ამბობს ანუ ფსონები ნამდვილად მაღალი იყო რომ კუპერს აქ ნათქვამი ინტერვიუში გარდიანთან თუ არ ვწდები რომ
ჩემს სიცოცხლეს გავიღებდიო, რომ კიდე ერთ ფინალში მეთამაშეო შარშანდელი წაგების მერეო. მაგრამ ეხლა ხო ფინალში ვარ და კიდე მეც გავიღებდიო, მეც მეტი რაღაცა უნდა იყოს, არ ვიცი, ოღონდ მოვიგოთო. იცი, ალბათ საფეხბურთო სამართლიანობა იყო, რომ ვერც ერთმა ვერ მოიგო ძირითად დროში რა, იმიტომ რომ იმას 3-0-ის წაგების მერე სათქმელი აქვს, რომ უკეთესად ითამაშა ფინალი, არ წააგო ფინალი და მეორემაც კი ბოლო წუთზე კიდე არ გაუშვა რამე იმისგან, რა ქვია, ვალენსიისგან. პენალტების ფინალს ეძახიან ამას. ხო. იმიტომ რომ პენალტი დამთავრდა, მაგრამ თან 2 გოლიც გავიდა, პენალტი იყო. კიდე ერთი გააფუჭა ბაიერნმა, მოკლედ 3 პენალტი დაიდო ძირითად დროში. აქეთ კიდე 14 დაარტყეს, მოკლედ, გაფუჭებული პენალტი იყო, მაგრამ აი საჯარო ხანახსენე ის პენალტი, რომელთაც საბოლოო ჯამში ვალენსიამ გაათანა ბაიერნმა ანგარიში გაათანაბრა. არ იყო დასანიშნი. ტყუილი პენალტი. ზოგ კარსტენ იანკერი აშკარად თამაშს წესებს არ ღვევს. კი, კაცი, გამოუგონეს. კარბონის კრა ხო ხელი როგორ? კარბონის კრა ხელი და ეს გადავარდნისას მოკნეული ხელი მე უკვე ამან კრა ხელი და იმას ხელში მოხდა. და ნიშნავს პენალტს მსაჯი ვინ იყო არ მახსოვს? დიკ იოლი ესეთი ჰოლანდიელი მსაჯი. რომელიც მანამდე არსენალთან შეხვდა. ვალენსიას, მაგრამ იქ რავი, არაფერი ისეთი არ უქნია. ეფენბერგი იტანს მაგ პენალტს თუ ბას. ხო, ძალიან უცნაურია, პირველ პენალტი შოლმა დაარტყა. ხო. არა და ეფენბერგმა მოიპოვა. ძალიან უცნაური იყო ეგ. აიღო განისარესმა. მე ეფენბერგმა უკვე საკუთარ ხელში აიღო ეს ამბავი. ხო, პენალტი მოუგონეს ფაქტია. ხო, ეგ პენალტი არ იყო, თუმცა თამაში იყო ალბათ საკმაოდ მოსაწყენი მე მგონი, იმიტომ რომ რა ვიცი ახლა. ჩაკეტილი თამაში იყო ესეც სვარკა. კი, ეგრეთ წოდებული. და მან დარი მე პენალტების ერთ რაც მახსოვს ვალენსიადან თუ ზახოვიჩმა არ გაიტანა, ხო? ხო და სუცაციებმა ყველა მააცილა, ზახოვიჩმა აცილა, კარბონემ, ყველაც აციამ. საციამ გააფუჭა ყველამ. კარბონემ და პელეგრინო. მე მახსოვს რომ მარცხენა ფეხით დარტყმული პენალტი ვერ გაიტანას ვერც ერთი, მე მგონი მარტო კილიმში არის. ანუ ანტიგმერი საბოლოო ჯამში ყველას პელეგრინო ახსოვს, მაგრამ კარბონია. კარბონეს რო შეეგდო იგებდა. იმიტომ რომ იგებდა. ბოლო პენალტი ვერ გაიტანა. და კანი და ეხა კრატო არ კრატო რა გააკეთა ხელში მაგას მოხდა რა. კი, კი. ეგრეა. და კიდე გააგდო ყველა ევინდა რა დასახურათია. ეგ მე იყო. და ნუ ერთ-ერთი დასამახსოვრებელი ალბათ კადრები საერთოდ რაც არსებობს, მეკარეების ინტერაქციის არის ეს კანისარესიო ტირის და კანი რო აწყნარებს მე კანისარეს ეგ. შორის fair play-ს ჯილდო მისცეს მაგ წელს კანს მათ შორის მაგ მომენტი ძალიან უცნაურია კანი რო fair play-ს და რაღაცა სიკეთესთან ასოცირდება და თანადგომასთან და სოლიდარობასთან, მაგრამ ნუ ფაქტია აგები მივიდა კაცი. ხო რაღაც ეგეთი. და მე კანისარესი ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში, აიცი რომელში ატლეტიკომ რო მეორედ წააგო უკვე რეალთან. თითქმის იდენტური ამბავი იყო 3 წელიწადში ორი ფინალი წააგეს რეალთან და ეს მოიწვიეს როგორც ექსპერტი ორი ფინალის წაგების საქმეში. და ელაპარაკებოდნენ რომ აბა ეხლა რას ფიქრობ, რას გძნობენ ატლეტიკოს ფანები და თანაუგზნობ ასე შენაღო და მე ზუსტად ვიცი რომ მე მეტი ვიტირეო მაშინ ვიდრე ამათო და ამბობს რომ კანი რომ მოვიდეო კი რაღაც შეხება ვიგზე, მაგრამ რა მითხრაო ან რაღაცა მითხრაო, მაგრამ საერთოდ გონი არ მომეკითხებოდაო, ჩვენ გლოვაში ვიყავი და ვოცნებობდი რომ იქნებ რატომ, აი ხო იცი ეხლა მაქვს მე ეგრო მანჩესტერი ჩემი გუნდი ან ავი საქართველოს ნაკრები რო გოლს გაუშვებს. აი რატომღაც ნეტა ვარმა გადაამოწმოს და რაღაც გაუქმდეს, იმიტომ რომ ხო ხდება ხოლმე რომ იქ სადღაც იყო და კაჩვა 3 წუთის წინ და იქ არ უნდა დადებულიყო და მეთქი იქნება რამე ეგეთი მოხდეს და აი ზუსტად იგივე რაღაც ამბობს ნეტა ბოლო პენალტი გაგვამეორებინონო რატო აი რატო მაგრამ მაგას ფიქრობდი რომ გახვეწებით თავიდან დავარტყავთ და ამწუხარად ხო ეგეთი რამაც არ ხდება ფეხბურთში და პელეგრინოს აცილებული პენალტით ვალენსიამ წააგო ხო მაგრამ კუფური გადარჩა სამაგიეროდ ეგეც საქმე ხო არა მან ისეთი ამბავი იყო რომ სიცოცხლე შენარჩუნდა ერთ-ერთს უნდა წააგოს ის მეეროს ნამოება და ღმერთმა კარგად აღავს კუფური მაგრამ მაგაზე ნამდვილად არ მინერვიული ახლა კუფურზე დაემართებოდა ალბათ ხო და რომელიღაც ის მოგება კანისარესის რემლები ჩემს უფრო მნიშვნელოვანი იყო ვიდრე კუფური კუფურაინც არ მოგდებოდა ახლა ანუ კანისარესის განცდა ამ ფინალის მერე უფრო იყო ვიდრე კუფურის ის მუშტის მაგრამ ახლა კუფურმა თან ახლა უკვე პოსტფაქტუმ ჩვენ ვიცით რომ კუფურმა მოიგო მე და კანისარეს აღარ მოუგია აღარ მოიგო კანისარესი მაგრამ კანისარეს ხო ქონდა მოგებული რეალში ხო ნუ ახლა ფორმალურად იყო შემოდგენობაში მენდიეტაზე ისე არ გამოგვივიდეს რომ კაცზე რაღაცა არ თქვა 1-2 სიტყვა როგორც ფეხბურთელზე იმიტომ რომ ამ სეზონის მერე დაირწყა ძალიან მაგარი ტრანსფერი 48 მილიონად გადავიდა ლაციოში მართალია დიდად ვერ ითამაშა სუპერმა თქვა რომ უნდა გაგვეშვაო არა ფაქტობრივად ისე გამოვიდა როგორც თითქმის ყველა ვალენსიაში ვინც არ გავიხსენეთ ხო რამდენი მაგარი ფეხბურთელი იყო მართლა და აქედან მიწავიდა არავის სახარ უთამაშია ახლოსაც კი იმ დონეზე ვალენსიაში თამაშობდა თან აღარ ვერ იტყვი რომ აი
პიკი გადაიარა ამ ფეხბურთელების და საკმა მოუწია და ამიტომ ვერ ითამაშეს. არა, ძალიან კარგ ასაკში, ძალიან კარგ პერიოდში არიან წასულები. 26 წლის იყო კაცო, პიკში შედიოდა წესით ესე ასაკობრივი. მაგრამ ვერ ითამაშა. რაც ითამაშა რეალურად იყო მიდლსბროში, რაც არ უნდა უცნაური. უცნაურია. თასი მოიგო UEFA-ს თასის ფინალში გავიგო და გარეთ საუთგეიტის. ლაციოდან რო დაბრუნდა, ბარსელონაში რო გადავიდა. ბარსელონაშიც არაფერი ხო გინდა. ბარსასთან ერთი პერიოდი ერთად ყავდა მენდიეტა და ხერარდ ლოპესი. მაგრამ კატასტროფა ორივე. ხო და კაცმა რაში იყო მიდლსბროში თან ცხოვრებაც აიწყო კაცო აიწყო რა გულისხმობ მეუღლეც ინგლისელი ყავს და ინგლისში ბარსელონდა რომ მიდლსბროში გადადის კაცი ეს იმაზე მეტყველებს რომ არის თამაშვა უკვე არ ოღონდ თან ეგ მიდლსბრო მე ისე შეიკრა ისეთი მაგარი არა კი კაცო მაგაზე კი არა ლაპარაკი ხო ესე რომ შეხედო რომ ტიპი ბარსა და მიდლსბროში გადავიდა ლიც რაუნდოდა იმაშიოდა ხა მიდლსბრო აგერთვი რომ ესა გავიდა იმაში უეფას ფინალში და მიდლსბროს აღარ იქა ხო და მენდიეტამ ფეხბურთში დიდათ ვეღარაფერი ვეღარ ქნა, მაგრამ ამ კაცმა როგორც კი ბუცები დაკიდა ლურსმანზე, მეორე საკიდიდან ჩამოიღო ყურსასმენები და გახდა DJ. და დღეს არის ძალიან ესეთი, ძალიან წარმატებული მეთქი რო თქვა, მაგრამ რა თვითონ როგორც ამბასადორია იმისი რა ქვია, ყველგან საჩავდი ყველგან მენდიეტა რა ვიცი. კი, თბილისშიც ხო იყო ახლა მაისში, ბარსას ლეგენდებთან ერთად. ჩვენ რო ვიყავით ბარსელონაში წასულები, ერთ-ერთი ვინც იყო წარმომადგენელი ბარსელონას მენდიეტა იყო. ხო და ეს კაცი ხარ DJ, სხვა შორის ძალიან გავს ვიზუალურად ეგეთ ტიპს დევიდ გეტას, რომელიც რაღაცა ელექტრონული მუსიკის მეინსტრიმ ამბავში ერთ-ერთი დიდი ტიპი არის და ამათ ერთად ეძახიან მენდი გეტას ფანები. ეგეთ რაღაცას ამბობს, რომ უკრავდა ბევრი ადამიანი ერთობა და უხარიათო დაახლოებით პენალტის გატანას გავსო რა. არ ვიცი ხა ამ კაცს მე მგონი ის ჯობია რომ ფინალში პენალტი გაიტანო ალბათ ვიდრე 500 კაცს აცეკო მე მგონი მაინც, მაგრამ ეხა ბედნიერია ფაქტია. იმიტომ რომ პენალტი რო გაგვექ 500 კაცს ისაც აცეკებ მაინც. მე 500,000-500,000-საც შეიძლება და შემდეგ და. სხვა შორის ძალიან ის არის რაღაცა, ანუ უჭირავს რა თამასა. პენალტის შემთხვევით არ უნდა თქვამს ალბათ, იმიტომ რომ მენდიეტა არა, კონკრეტული პენალტი თქვა. მეორე ფინალში რო გავიტანეო, ჩემს ბედნიერი კაცი. კონკრეტული პენალტი რომ ზარეთ თქვა მენდიეტა იმითაც იყო გამორჩეული, რომ მე ბოლო წლებში ბევრი ფეხბურთელი ნახეთ ეგეთი და სტატისტიკაც როცა უფრო რომელსაც რომ გახდა ბევრისგან გავიგეთ რომ ეს არის აი ისეთ პენალტისტი არაფუჭ ბალოტელი პენალტს არაფუჭებს ის პენალტს არაფუჭებს მენდიეტა იყო ერთ-ერთი პირველი ტიპი აი მაგ იმაში ვინც მახსოვს ესე რომ აი პენალტს 34-დან 31 აქვს შეგდება ხო ანუ ძალიან მაგარი პროცენტით ურტყავდა პენალტებსა და თითქმის არაფუჭებდა რა ესეთი კარგი გამტანი იყო ბარსელონაში მაგარი დაწკი გოლია გადაალი მე მგონი ყველა პენალტიჩი იყო თამაშთან ერთ-ერთ ინტერვიუში ყვება რომ 96 მეჩიო როცა არ წაიყვანეს ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრებში ვერ მოხვდა დააბარა სუბის არ ვიცი რა გაუჭირდა ეგეთი როგორ ჩავიდა ერთხელ ლონდონში რომ თვითონ ეყიდა ეს რაღაც მაგრამ სუბის არეტას დააბარა რომ კონკრეტულ მაღაზიაში უნდა მისულიყო და ეყიდა წიგნი სახელად როკის დიდი დისკოგრაფია და ესო წამომიღეო და აგროვებს იმის მერე ვინილებს რაღაცეები მაგრამ იმას ბევრი აქვს 5,000-იანი კოლექცია აქვს ფირფიტების და მოკლედ ძალიან დიდი მოყვარულია მუსიკის აგერ იპოვა კაცმა თავის საქმე უნდა აკეთო. როგორ უცნაური დრო იყო, ხო? ინგლისში ჩავიდა სუბისარეტა და იქიდან უნდა წამოიღოს წიგნი ამას. იმიტომ რომ ეს მანამ ვერ ნახავს რა, იმას ინტერნეტი არ არის 96 წელს. ვეცად ვერ ნახავს მაგას. იმენ იქ უნდა იყიდოს, ინგლისში უნდა იყიდოს. თვითონ ვერ მოხერხდა. სუბისარეტას დაურეკა მიდე. რა გასაკვირია ხო? შეგადაში ყავთ ეს ლონდონში ჩავიდა მაინც. შენ აუზაკნა საქართველოს. გორკის კლუბში უნდა წასულიყო პარკში. ვიღაცა მოეყოლა. ვიღაცა ვინც იყო ნავყოფი მოეტანა ეს. არა მოეყოლა. ზეპირ სიტყვერი. გადაცემა ცოტა. გაწელობას არ გამოიგონებდნენ ეგ პერიოდი. აი, გადავიდეთ კატეგორიებზე და დავიწყოთ ეგეთით, რომ ამ სეზონის 2000-2001 წლების Mount Rushmore-ი რო კეთდებოდეს Rushmore-ის მთა, ვინ იქნებოდა ის 4 თქვენთვის? ვის გაიყო? ლა ლიგის სიგურით. ხო, ესპანეთში დავრჩეთ ამჯერად. საერთოდ სეზონზე ამბობ თუ ვალენსიაზე? არა, მთლიანად, ყველა. თუ გინდათ შეგიძლიათ 4 ვალენსიასი იყოს. შეიძლება მოხდეს, მაგრამ აქ 1-2 ისეთი კაცია რომ მე მგონი არა, მე კუპერს შევიყვანდი. ხო. მეორე გავიდა იმაში, რა ქვია, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ახლა მეტი და რაული ახლა ყველაფერი ბომბარდიერი გახდა მაგ წელს და 24 გოლი გაიტანა 7 იქა. კანისარესი აუცილებლად და ხავე მორენ. ოკეი. რივალდო არ თქვა მაინც. არა, ნუ არ რივალდო, ახლა რა რივალდო. მორენოს მაგერა? აი მე მაშინ ვიტყვი რივალდოს.
ალბათ მეც კუპერსაც არა უსას ვიტყოდი ყველა ვარიანტში. პლუს რივალდო, იმიტომ ჯერ ესეთი ბომბარდირი ლა ლიგის კინაღამ გახდა. არა, მეც ვიტყოდი, უბრალოდ ვიტყოდი კი არა, ეკუთვნის, მე არ ვიტყოდი მეთქი და შენ დაგიტოვა ეს სიამოვნე. ჩემპიონთა ლიგაზეც კინაღამ ბომბარდირი გახდა, იქაც ძალიან ზოგადად ერთი გოლი დააკლა თუ ორი თუ რაღაც, ხო? ბევრი გოლი შეაგდო ძალიან. კი, არა, ფანტასტიკური სეზონი ჰქონდა დი. და თან ესაა სეზონი. ბელად შევიდა ამ სეზონში და მაგარ ხო, თან ესაა სეზონი, როდესაც რივალდოს მოუწია მხრებზე თრევა ამ უბედური უკვე გაუბედურებული ბარსელონას, იმიტომ რომ ბარსას აქვს მიღებული კოლოსალური დარტყმა ფიგუს წასვლით. ფიგუ არ შეგავს ალბათ იმაში. არა, ფიგუს არ შეგავს. ხო და მაგას მოდი მე ავიღებ ჩემ თავზე, რატო იცი? კაც მაგა ფიგუს შეყვანას. რა ფიგუ? დამაყენებინა. არა. კაი დაამთავრე და ჩემ მეხუთე ჩემ დროში გავაკეთე. ხო, იქვე რა პატარა ფიგუ გავაკეთე. ფიგუ, ეგ კაცი დადებით კონტექსტში არ მოიხსენიო ძალიან. პატარა ფიგუ. ბიჭო 18 პასი გააკეთა ლა ლიგაში. 18 პასი გააკეთა თუ რამდენიც გააკეთა? არა, ძმაო. ბიდი რა ბიჭო 9 გოლი შეაქვს. არა, ფიგუ, არა, ნახე. კუპერი, ხო, კუპერი, ჯერ ვალენსიაზე გვა გადაცემა. კუპერი უნდა იყოს მანდ, იმიტომ რომ კუპერმა თან ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა ვალენსია, ხო? რაული, რომელიც გახდა ლა ლიგის ბომბარდირი, ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი. და რაულია თან. რივალდო, რომელიც ეს ბარსელონა 3-ია და ბოლოს ეს ჰეტრიკი შეასრულა, ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ჰეტრიკი და პლუს კინაღამ ერთი გოლი დააკდა ლა ლიგის ბომბარდირობამდე, ოქროს ბურთის მფლობელია, ჩემპიონთა ლიგაზე 1 თუ 2 გოლი დააკდა ბომბარდირობამ. და მეოთხე კაცი მორენო ახსენე შენ? კაცი რომელმაც 20 და რაღაცა 20 პლუს გოლი გაიტანა ლა ლიგაში და ერთ-ერთი ლიდერი იყო იმ ალავესის, რომელიც UEFA-ს თასის ფინალში გავიდა. ის UEFA-ს თასი არ არის დღევანდელი ევროპა ლიგის ამეზლიერი ტურნირი. მართალია, თან ალავესისთვის, რომელიც ახლა არასოდეს არ გასულა და რა ფიგუ და 18 პასი მოაშორე ბიჭო. კაი, ეგრე გავაკეთოთ გრაფიკაში, ეს 4 შენ. ტატოს მაუნტ რაშმორი იქნება, ესე იგი. რაული, ჰექტორ რაულ კუპერი, რივალდო და ხავი მორენო. ხო. კი ბატონო, ახლა მე ვიტყვი. ხო. რაული უეჭველია. მე მენდიეტაც შემყავს, იმიტომ რომ რავი ითამაშა ამ კაცმა რა 10 გოლი შეაგდო, 6 პასი გააკეთა ლა ლიგაში მარტო. და კაპიტანი ამ ვალენსიასი და დასამახსოვრებელი ტიპია. ფინალში გოლი გაიტანა. ფიგუ, იმიტომ რომ დამაყენებინა ჩემ რასაც მინდა იმას გავაკეთებ. 9 გოლი, 18 ასისტი, ძალიან მაღალი შედეგია და შემყავს სანტიაგო კანისარესი, იმიტომ რომ ამ კაცმა ჯერ ერთი ძალიან ცოტა გოლი გაუშვა ჩემპიონატში. 37 თამაში ითამაშა, ანუ ერთხელ თამაშა პალოპმა. და გაუშვა 34 გოლი. ყველაზე ცოტა მთელ ჩემპიონატში. პალოპი მოვიდა მაქსიმუმ სევილია თუ არაფერი ვილიარეალში სადაც იყო მაგდა. და 14 მშრალი მატჩი ქონდა, ანუ მოიგო ისა, რა ქვია? ზამორას ისა რქვია, პრიზი. ალ-ქაიდა იყო ხო ის ბუდას ალ-ქაიდა იყო ხო ბუდასთან დაკება რო ააფეთქეს ის თაში ეგრე უნდა აფეთქოს აფეთქებ ამის იმას ხო ამის მაუნტრაშოს დიდი სხვათა შორის ფიგუს პირველი თამაში რეალში მოუწია ამ ვალენსიასთან მაგრამ დებიუტი ქონდა ვალენსიასთან და გოლი გაიტანა გამარჯვებისთან მაგნა ბოზარმა ბოლო წუთებზე შეაგდო 95-ზე შეაგდო. პირველივე ტური იყო რეალი ვალენსია და მოუგო რეალმა 2-1 და ფიგუმ გაიტანა გამარჯვების გოლი. ეგრე იყო. ლა ლიგაში პირველი თამაში იყო. ვინ არის ამ გუნდის ჯინობილი, ანუ სუპერ შემცვლელი, ვინც მცირე სათამაშოდ რო ყველაზე კარგად გამოიყენა. მე პირველი ვინც მაგაზე მახსენდება, ეგეთი ტიპი მახსენდება, არის ანგულო. ანუ აი ამ ვალენსიაში ეგეთი ტიპი, რომელიც ბევრშია გამოდის. ანგულო იყო 12 კაცი რა. ანგულო იყო სალსახად. ეხლა იმითი სტატისტიკით თუ ამბობ, შენ ხო ახსენე ისა. სტატისტიკით ის იყო ის ალონსო. რამდენი გამოვიდა, რამდენი გოლი გაიტანა. ეხლა მე არ ხს რამდენი გაიტანა, მაგრამ ბევრი გოლი გაიტანა რა. იმასთან შედარებით რაც ითამაშა. კი, მაგრამ მაინც ესე უფრო გახსენდება. ანგულო, არა, სალსახად იმიტომ რომ მეორე, ანუ ანგულო ფაქტიურად იყო ძირითადი ფეხბურთელი. მე ვისენტე მაშინ. ხო, ვისენტე ეს ანგულოს სტატისტიკას. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ უყურე ანკილია, ან ვისენტე. ანუ თუ ამბობ, რომ ძირითადი ფეხბურთელი არის კილი, მაშინ არის ვისენტე, მაგრამ ვისენტეს უფრო მეტი თამაში აქვს ნათამაშები და ამიტომ მე უფრო მგონია, რომ კილია უფრო რა, უფრო ვისენტეს აქვს 48 თამაში ჩატარებული ამ სეზონში. ძალიან ბევრია, თან არის 18 წლის, მაგრამ მაინც 48 თამაში. ოღონდ ამ 48-დან 22 არის ესეთი, რომელშიც შემოვიდა შეცვლაზე. ანუ კილს აქვს ნათამაშები 36 თამაში და აქედან სამჯერ არის შემოსული შეცვლაზე. ანუ 23 თამაში ძირითადად დაიწყო რა. მაშინ ვისენტე. ვისენტე უფრო ლოგიკურია, მეც ეგრე მე მივხვდი იმის რომ ანგულო მომდის თავში ფეხბურთელი ამ ვალენსიაში ზოგადად ანუ პერიოდულად რო აიღო რა ეს ვალენსია და გამახსენო ამ ვალენსიაში ვინ არის მე 12 თამაში ასე ვთქვათ ანუ ვინ სრულებაზე გამოდის ყველა ვარიანტში ანგულოს გეტყვი
იმიტომ რომ ეგ მახსენდება ამ პერიოდის ვალენსიას ზამენა როგორც მანჩესტერზე სულ შერი გახსენდება ეგრე რა მაგრამ კი ეს მაგრამ ამ სეზონში ბარემ რახან იმას ვქენით რა ქვია ამ მართლით მივიდივართ მაინც ალონსოს ვიტყვი მეც რომელიც გოლები გაიტანა რა ბევრი რა 6 გოლი აქვს ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი და ხო იქ უნიშნულოვან თამაში გაიტანა თუ იმაში გაიტანა რა მნიშვნელობა არა ფაქტია გოლი ჩემპიონთა ლიგაზე თუ მაგას ხო თუ ცურდება ეს სამი კაცია ეხა რა უბრალოდ გააჩნია რას ვამბობთ ეხა ვისენტე იყო ამ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი. ანუ ყოველ შემთხვევაში რო გამოდიხარ 48 თამაშია, ყველა ვარ თამაშობდა ეგ რა. 18 წლის. პატარა ბიჭია თან ამ დროს ჯერ კიდე კი. ძალიან მაგარი ფეხბურთელი იყო. ანგულოს მინუსი ანუ ის არო ერთი გოლი აქვს თელ სეზონში გატანილი რა. სადაც ამ პასია. ანგულო არა თავდამსხმელი, მაგრამ გოლები უნდა გაეტანა. ხა ის ერთი გოლი ანგულოსთვის ძალიან სულ შედეგი. ის ფუნქცია რაც წინა სეზონში ქონდა, ეგ დაკარგული აქვს იმდენ. წინაში 8 გოლი შეაგდო, პასები ისა და აქ ვერა და ვისენტე არის ტიპი, რომელიც ესე იგი სულ პირველი ცვლილება არის ვისენტე, როგორც წესი, იმიტომ რომ თან შეუულია ვინგერად თამაში, ნახევარმცველადაც თამაში შეუულია. უნივერსალია, ესე თქვა, მაგრამ აი ალონსოს ვამბობ მეც, იმიტომ რომ 8 გოლი შეაგდო და ერთი პასიც გააკეთა რა და ითამაშა ძალიან ცოტა 1400 წუთი აქვს რა თამაშები და შედარებისთვის მაგალითად ბენდიეტას 4000 წუთი აქვს თამაში. მე რატო გეუბნები იცი ვისენტე? კონტრასტი არის ეგეთი. ვალენსიას ფეხბურთელები ჩამოთვლევიო. თან არ გაგახსენდება. მე ალონსოს არ გაგახსენდა მაგ სეზონზე რა. უბრალოდ შენ რო ახსენე, მე გამახსენდა რომ ითამაშა და ბევრი გოლიც გაიტანა. ხო. და ეს მოგდის და ვისენტე მე იმ კიდე გეუბნები რომ ვერ ხვდები ვისენტეა ძირითადი თუ კილი რა იმიტომ რომ ხო ნუ ჯერ ერთი ვისენტე ლეგენდაა ხა ბარსელონაში ვალენსიას რაღაცა მთლიანი კარიერით რო აიღო და თან დამბეჭდავია 18 წლის ბიჭის ამდენი თამაში შემდეგი რომელია გარდამტეხი მომენტი ეს ვახსენეთ რაღაც დროს ამ სეზონის გარდამტეხი მომენტი სალსახად ჩემთვის სალსახად არსენალი ხო რატო? წინა სეზონში ნათამაშები ფინალი ვალენსიას ეს სიძლიერე მაინც ლოგიკურად ჩანს ჩემპიონატშიც, როგორც თამაშობს გუნდი, რა შემადგენლობა ყავს რაღაც, მაგრამ აი მეორე წელს ელოდები რომ შეიძლება უკვე ხა ზედის მეორე ფინალი ძვაძნელი წარმოსადგენია და მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფური ეტაპიც მეორე წაუგებლად გაიარა ბიზნეს თქმის არ იყოს მეტოქეები ყავდა ისეთი რომ არ იყო დიდად გასაოცარი ეს ფაქტი და აი მე უკვე რეალური გამოცდა ჩემპიონთა ლიგაზე სადაც ხვდები რომ აი ამ თამაში ვნახავთ ახლა ეს გუნდი ისევ შეძლებს თუ არა შორს წასვლას. ეხლა ჩამოთვლი ვალენსიას შემადგენლობას კიდევ უფრო არსენალის? ხო, ანუ ცხადი რომ იყოს რა გუნდთან მოუწია თამაში. სიმენი კარში, დიქსონი, ტონი ადამსი, მარტინ კიოუნი და ეშლი კოული დაცვა. ნახევარდაცვაში რეი პარლორი, ვიეირა, პირესი, ლუმბერგი, წინ ანრი და კანო. და სკამიდან კიდე შემოვიდა ვილტორი. ის რა ქვია, ლორენი დაცვაში ჩასადგომა და კიდე ყავდათ ეჯდა ედუ, ოღონ აღარ შემოუშვეს ესენი. ბერკამპს არ უთამაშია? არა, ბერკამპი არ იყო. არც სკამზე არ იყო. ამათ ესე იგი კი წააგეს ჰაიბერიზე. ჰაიბერიზე რა ყველა აგებდა, მანჩესტერს უგებდა. ველოსიპედზე იჯდა, მადი მიდიოდა სადაც. ვალენსია საპასუხო მატჩისთვის მიდიოდა. ზაში უკვე დაიძრა, ბევრი წავალო და თქვენ ჩამოდითო მე. ხო და რავი, ამ გუნდს რო აგდებ კი, მიუხედავად იმისა, რომ არსენალი არ არის ევრო ტურნირების გუნდი, როგორც წესი. მაინც ძალიან შთამბეჭდავია და მე უკვე ლიცთან ისედაც გადამწვარი ლიცი, რომელიც ყველა თამაშს ესე აკალავდა თავს, უკვე ვალენსიამ დაჯაბნა რა მესტალია. ალან სმიტი გააგდეს და ლიცი, რომელიც მეორედ გადის ნახევარფინალში ევრო ტურნირების ბოლო პერიოდში, ხო, მაგრამ ამამდეა UEFA-ს თასის ფინალში ნამყოფი ტრაგედიაზე და ტრიალდა სტამბულში. გალათასარაისთან წააგეს, ხო. ამ სეზონით ვინ მოიგო? ყველაზე მეტად, ანუ ვისი საფეხბურთო მემკვიდრეობა გაძლიერდა თუ უფრო შთამბეჭდავი გახდა თქვენი აზრით. მე მაქვს ერთი ვარიანტი, რომელზეც მე ცოტა უცნაური ვარიანტი. ვალენსიას მოთამაშეებიდან. რაფა ბენიტესმა. რომელიც ჯერ არის ვალენსიაში, მაგრამ არაფერი არ არის, მოვიდა და მოიგო ორჯერ ჩემპიონატის სხვისი გაკეთებული გუნდი. პლუს UEFA-ს თასი. და UEFA-ს თასი. იცი რა, ძალიან კაი ვერსია. თან ტენერიფედან მოვიდა, ხო, ტენერიფეში რა ქნა და არაფერი ისეთი. ძალიან კაი ვარიანტია ბენიტესი. ვიფიქროს ვარ ასე. ხო, ძალიან სასაცილოა, მაგრამ თან სწორია, იმიტომ რომ მოვიდა კაც და მე აიწყო. ეგრეა, ფაქტია, ხო. მე ვიტყვი ცოტა სხვანაირი ვარიანტს, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულად ამ სეზონში შეიძლება განსაკუთრებული არაფერი უქნია. მაგრამ ამ სეზონში მიმდინარეობისას მივიდა აიმარი. რატო არის გამოგებული? აიმარი ვალენსიაში მივიდა. ხო. მე გახდა ის ფეხბურთელი რაც გახდა და არგენტინა გამოვიდა ერთგვარად გამარჯვებული, იმიტომ რომ ლიონელ მესის საყვარელი ფეხბურთელი გახდა მე აიმარი.
და კაცმა არის ის შეიძლება მესი ელენეს. ხო. ამის გამო შეიძლება თლადელენეს გამო არა, მაგრამ მესის გამო მე არგენტინამაც წლის სანუკვარი სოფლიო ჩემპიონატი მოიგო. რაები ჩახლარდა, მაგრამ ხო, ნუ ლოგიკური ის მე ვამბობ მენდიეტას და რატო? კი თქვით რომ ვერ ითამაშა ფეხბურთს. ამ კაცმა დაირტყა ჯერ ერთი ძალიან მაგარი კონტრაქტი ლაციოში ეს ფინანსურადაც. მათ შორის გადავიდა მსოფლიოს ერთ-ერთ ტოპ კლუბში. და მართალია იქ ვეღარ ითამაშა, მაგრამ რავი, აგერ DJ გახდა კაცი იქ მისბროში ფინალი ითამაშა, ლიგის თასი მოიგო, საუთგეიტთან იმუშავა, ესეც ხო დიდი პატივი და ის არის რა ქვია, მთელი ამბავი და მაინც მენდიეტას ვიტყოდი, იმიტომ რომ თან თვითონ ეს სეზონიც უშუალოდ სეზონად კარგი ქონდა, იმიტომ რომ შეაგდო 14 გოლი, 11 პასი გააკეთა მართალია. ხო, მაგრამ ჩაფა, აუცო მაგ სეზონით მოიგო და მაგ სეზონით რა მოიგო, DJ რო გახდა? რა თქმა უნდა და საუთგეიტთან რომ იმუშავა. და ფული მოიღო და მე-6 ყველაზე ძირადღირებული ფეხბურთელი გახდა მსოფლიოში ამ დროს. მე მაინც უფრო მერკანტილური მასზე გავამოხდა. მოიგო, მაგრამ პირდაპირ მნიშვნელობით 40 რამდენი მილიონი რაც კი 48 იყო თვითონ სატრანსფერო და აქედან ხო ეს კრანიოტი რო იჟივით პოსტალჯავდა აი პერიოდია. ხო. აი ეს პერიოდი ისე კარიუ და ხუან სანჩესის დასახელებაც კი შეიძლება. ხო, მაგრამ რა მოიგო? რა სულ ამბობ, იცი, მეგეთქვით რა მოიგო. ხუან სანჩეს რო ესეთ სეზონი არ ქონოდა, ძალიან დიდი შანსია რომ ვალენსია შემდეგ წელს აღარ ყოფილიყო. ესეთ სეზონი არ ქონოდა. მაგრამ იყო შემდეგ წელსაც და იმის მერეზე მოიგო ორივე ჩემპიონატი, UEFA-ს და სიან მონაწილე გახდა მაგ ყველაფრის საბოლოო ჯამში ამ სეზონის წყალობით ალბათ, იმიტომ რომ ეს სეზონი რო არ ქონოდა ასეთი დიდი შანსია რომ გავუერთოთ. არ იყო ხუან სანჩესის კაცი რომ ეპატიებინათ ჩავარდნებინ. მით უმეტეს სეზონში როდესაც კლაუდიო ლოპესია წასული და მისი შემცველია მოსაძებენი ასე ვთქვათ და კარეუა მოსული. ხო, დაიცი რა არის, აი გარი უცნაური რა, კლაუდიო ლოპესი მიდის, რომელიც ამ დროს არის 25 წლის, 24 წლის და მოყავთ 20 წლის კარიუ როსენბურგიდან, რომელმაც ნუ ჯერ ძალიან ბევრი რამე აქვს დასამტკიცებელი, მაგრამ მაგრა ითამაშა 14 გოლი შეაგდო, 3 პასი გააკეთა, აგერ არსენალს გაუტანა. და ეგეთივე აიმარია, რომელიც 21 წლის არის, 20 წლის არის. მაგრად ითამაშეს ერთად. ხო და მაგასო, აი 5 პასი აიმარის, კიდე ერთი გოლი, ეს პატარა კარი ოღონდ პატარა ასაკით თორე. ხო. ისი ამ ხელა ის იყო კლდესავით კაცი და ანუ ამ ახალგაზრდებმა მაინც კი ვისენტე ვახსენეთ რომ 18 წლისა. ყველა არ არის აქ დაბერებული გუნდი ნახდათ არ არის. კი, არა. ერთ-ერთი ისეთი ვეტერანი არის, კიდე ორი ფლანგები. კარგული და ანგლომა. ამ გუნდზე რომ ფილმს იღებდნენ, ვინ იქნებოდა რეჟისორი თქვენი აზრით? ვინ შეიძლება ვის შეიძლება გადაეღო კარგი ფილმი ამ ვალენსიას? მე ძალიან გამიჭირდა. მე გეტყვი ფილმს. ანუ ვიტყვი ბუნუელს და ოღონდ გეტყვი რატო. ბუნუელს აქვს ესეთი ფილმი, ერთ იგივე როლს თამაშობს ორი ქალი ფილმში. Obscure რაღაც რო ქვია, ეგ არის. ანუ ანხელა მოლინა და კაროლ ბუკე. იმის და მიხედვით რა ხასიათზე არის სიტუაცია, თამაშობს ის Obscure Object of Desire, ესე ქვია. ეს თამაშობს ერთი, ხო მე კინოსახში ვნახე. ძალიან მაგ თუ არ გინახავს, აუცილებლად. არ მინახავს. ბუნუელის მაგ მარტო ნუ სევილიელი დალაքի და ის მაგ. ჩემს საყვარელი ფილმი ეგ არის. მე გამიჭირდა და მაგიტო სადე დახმარების მოძიება რა კუთხით, იცი რომ დავსერჩე, მეთქე ფილმები ლუზერებზე რა. აჰა. რომ მაინც ლუზერი ხო, უნდა გამოვიდა, ხო, ეს საბოლოო ჯამში ორი ფინალი თამაშდა ორივე წააგ. გამოცხადდა ლუზერად. ბევრი სხვა ვარიანტი ამომიგდო, მათ შორის რამდენიმე ისეთ ფილმი, რომელიც ძალიან მევასება. აი, ორი ვარიანტი მომეწონა უბრალოდ რა და აი, ამ ორი ვარიანტზე ეს ფილმი მევასება და იმით. ერთი ტაქსი დრაივერი, სკორსეზესი, იმიტომ რომ ესეც ლუზერია ეს ტიპი საბოლოო ჯამში და მე რაღაცას მაინც აი, ჰარი კეიტლის ხო შეწირვით რაღაცას და მე ისევ ბრუნდება და მაინც იგივე სიტუაციაში აღმოჩნდება. არაფერი დიდად თამაშის ცხოვრებაში არ იცვლება რა. მაინც ისევ ტაქსისტი არის ბოლოს და ისევ სიბილ შეპარდი ვიჟება მანქანაში. ანუ უცვლელი ვითარება. და მეორე არის რაც შემოთავაზა ვარიანტი ძალიან მიყვარს ეს ფილმი, კოენების დიდი ლებოვსკი. იმიტომ რომ ესეც აქაც აი ოღონდ ლუზერი როჟა, მაგრამ თან კაი ტიპია. მაგრამ აი იმ ტაქსი დრაივერში რაც არის ეს ვარიანტი იმისი რომ რაღაცისკენ ისტრაფოდა და ბოლომდე ვერ მიაღწია, მაგრამ რაღაცას მაინც მიაღწია, თუმცა ბოლომდე იმას ის ვერ მოკლა, ის პოლიტიკოსი, მაგრამ ეს მამას მოვოლოს ამაგიოთ, მაგრამ მაინც აპირა შეიცვალა მის ცხოვრებაში, დარჩა ისევ იგივე რაც. ეს უფრო უხდება ვიდრე ბიგ ლებოვსკის ლუზერობა რა, იმიტომ რომ ის სწორად ხარ. კი, ანუ სკორსეზეს გადააღებია შენ? ხო, ეგრე გამოვიდა. მე ამას წინათ უყურე ერთი
თქვენ ნახევრის წინ სორენტინოს იმას მეორედ ღმერთის ხელს თავის ბავშვობაზე რო აქ გადაღებული და სორენტინოს ვიტყვი რატო კი ეს გუნდი არ არის ყველაზე ლამაზი და მის ფილმში მაინც უფრო რაღაცა ვიზუალურ ეფექტზე არის ძალიან დიდი აქცენტი, მაგრამ აი პერსონაჟები ის მეორე ფილმიც რო აქ რა ქვია Great Beauty დიდებული სილამაზე ქართულად ალბათ ეგრე იქნება. მანდაც ეს არტისტი რაღაცა უკვე არა ახალგაზრდა. რომელიც ცოტა კუპერს გავს. ხო, ცოტა წააგავს. და ეს ტიპი რომელიც თავის ვინც არის, რომელიც მეოცნები ახალგაზრდა ამ ნეაპოლში იზრდება და რაღაცისკენ მიდის, მე იქ საშინელებები ხდება. შეიძლება ეს იყოს რა, რომ დამარცხებული გუნდის ამბავია რა, ეს ვალენსია ხო? კი, აი ძალიან ახლოს იყო ოცნებასთან მისული, მაგრამ მაინც ლუზერია, როგორც შენ თქვი და მარცხია გამოვლილი და მგონია რომ ეს კაცი მაგას რაღაცნაირად ლამაზად სორენტინო გვაჩვენებდა. თან ხო არგენტინელები არიან იქ რაღაცა მისი კავშირი ნეაპოლთან და არგენტინასთან, მარადონასთან, კაც ღმერთის ხელი აქვს გადაღებული აგერ ამ სახელით და მგონია რომ რაღაც კარგი გამოუვიდა. არა, მარადონას და ფილმას მე ყველა ფილმში ახსენებს საერთოდ. კი, მოცულია ამით. კი. მუსიკაზე წავიდეთ და ამით ამოვწუროთ, რომელი ბენდია ეს გუნდი. ეს არის პერიოდი მაგ-ვალენსიის პერიოდში მე მქონდა ამოჩენებული ქულენძე განგის სიმღერები და თბილისში იყო რა ჩამოსულები და ჩვენ შევხვდით მართლად ჩემაც მაგაცებმა ჩამოიყვანეს 90-იანების ბოლოს იყვნენ ქულენძე განგი 96-ში ან 17-ში იყო რა ხო იმიტომ რომ მე უკვე მეორე არხზე ვარ ფულიორო იყო მე და ოთარ ბაქრაძე აქ გადაიღეს მე კლიპი რომელშიც ოთარი თამაშობს აბანო თუბანში მიდის და ხელს ართმევს და რაღაცა კონცერტები როგორ იყო იცი? ნუ რაღაცა ბილეთები ძვირი დაადეს და არ ხალხი იმდენი. მაგრამ მე პირველად ვნახე რომ რა არის პროფესიონალიზმი რა რომ აი თავიდან ბოლომდე 3 კონცერტი ჩაატარეს. არ იყო იმდენი ხალხი რამდენსაც ელოდნენ. აი როას მარადონა თქვა კარები გაათ ხალხი მოუშვით. აი ეს თავიდან ბოლომდე მიუხედავად იმისა რომ აი დაიხარჯენ როგორ იცი რომ აი ხო შეიძლება ახ თქვა ამხელა ეს არის ქულენძე განგი ეს ყوار არის რაღაცა მაგრამ აი იცი რა პერფორმანსი პირველად ვნახე მე ამ დონის მე რო გამახსენდა ესენი გესმის წავედი და თვითონ ჯგუფის იმას უყურებდა სულ რაღაცა მიდიოდა რა აი რაღაცას რომ მიაღწევდნენ და დაიშლებოდნენ მე აღწევდა რაღაცა ხო აი ხო იყო ჩამოსულები და ეილორი ყავდათ მაშინ და აქ დაგლიჯა ესეთი რაღაც ესენი და აი რო ვიფიქრე რომ აღდგა ეს გუნდია თუ რაც არის ნუ ჯგუფი მეორე წელს დაიხმარა რომ წავიდა. კლაუდიო ლოპესი გააკეთა. ანუ შენ გაყიდეს არ არის, ხო, გაახებე. აქ ნახე და ამიტომ დავიწყე ამის მერე და სახში ჩხუბი ვიღაც ანასთან თუ ვიღაცებთან რომ არა ბიჭო ეს იცი რა მაგრები არიან ვიცნობთან და ჩემი ახლობლები არიან თუ რაღაცა რა და ეგ პერიოდია რა ჩემთვის და თან ძალიან მიყვარდა ის ვალენსიას მიყვარდა და ეს ქულენძე განგის მიყვარდა. მე ეს სიმღერა გამახსენდა. აი რო დავფიქრდი თან რაღაცებს ვკითხულობდი პელეგრინოს ინტერვიუ იყო რომ პენალი რო აცილა რას გწნობდა და შემდეგ და მე გამახსენდა რომ Radiohead-ს აქვს ეგეთ სიმღერა How to Disappear Completely როგორ გავკრეთ სრულად და აღმოჩნდა რომ ზუსტად ამ წლის ალბომია ეგ ის Kid A ეგრე ქვია 2000 წლის ალბომია და ხასიათით ძალიან აჯდება თან თუ კიდე მოინდომებ ადამიანი რაღაც კიდე გამოწურო აქედან Kid A შეიძლება იყოს აიმარიც იმიტომ რომ ბავშვია და აზე იწავა გვარიდან რა ვიცი გავს რა ეხა ორჯერ რო წავაგო ჩემეთა ლიგის ფინალი შეიძლება თავი მოვიკლა რა თან ვალენსიაში რო თამაშობ ეხლა იქ რო თამაშობდე რა ქვია მილანში და მანჩესტერში და ბარსელონაში კიდე გავალოდეს მე და ვალენსიით ვეღარ გავალოდეს მე მაგ მიმართულებით წავედი რა ბოლოს მეც რო აი რაღაცა კაია და მე წავიდნენ ვიღაცები და შეიცვალა და მაინც კაი დარჩა საბოლოოდ მივედი ერთ ბენდამდე და ერთ სიმღერამდე. ნუ სიმღერა იქიდან გამომდინარე რომ ფილმები დავსერჩე ლუზერით. სიმღერას გამახსენდა პირდაპირ ლუზერი. ბეკის თან ეგ პერიოდი 90-იანების ბოლოში არის ეგ სიმღერა და ბეკის ალბათ ყველა ცნობილი სიმღერაა საერთოდ. და შეიძლება 90-იან წლებში ერთ-ერთი ყველა ცნობილი სიმღერაა ეს კომპოზიცია, რომ კლიპიც თავისი რაღაც გენიალურია რაღაცა კუბოები დადიან თავისით. უცნაურად ცეკვავენ გოგოები ძალიან უცნაური კლიპი არის რა ისე როგორც პლენადო მოლენსიას ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა იყო უცნაური და მეორე ბენდი გამახსენდა აი რადგან პირველი სეზონი რომელიც წარმატებული იყო და გავიდნენ ფინალში და მერე წავიდა იგივე პელხო ლოპესი წავიდა ხერარდი ფარინოსი ანუ სამი მთავარი ფიგურა მიდის თითქოს გუნდიდან და შემდეგ წელს მაინც კარგია ვალენსია და მაინც გადის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამახსენდა ჯინეზესი კი ხო რომლის
სოლისტიც პიტერ გაბრიელი იყო და პიტერ გაბრიელი რო ჯინეზისთან წავიდა, ჩაითვალა რომ მორჩა ჯინეზისი დამთავრდა და დრამერი ფილ კოლინსი გახდა სოლისტი და ალბათ მიუხედავად იმისა რომ ბევრსგან გამიგია რომ ჯინეზისი უფრო ევასებათ პიტერ გაბრიელის პერიოდის ეგ მგონია რომ დაახლოებით ის ვარიანტია Pink Floyd-ზე რომ ამბობენ ხოლმე რომ Dark Side-ამდე Pink Floyd-ი მევასებაო მე ამდოს ის რავი დიდი სხვაობაა ძალიან რა დაახლოებით ეგ ვარიანტი მგონია მანდაც იმიტომ რომ Phil Collins-ის ჯინეზისი ბევრად უფრო პოპულარულია და მე პირადად შეიძლება ჩემი პრობლემაა ეგ მაგრამ მე პირადად რაც ვიცი ჯინეზისის ცნობილი კომპოზიციები 90% Phil Collins-ის პერიოდისაა და პიტერ გაბრიელი ძალიან მაგარი იყო რავი მეც მაგრამ ხო კარგი ბენდი იყო და ეს წავიდა და თითქოს მაინც კი მაგარი ბენდი დარჩა. შეიძლება მიესადაგოს ეგრე ვალენსიას. მაგრამ მართულები თუ წავიყვანთ ჯინეზის ვიტყვი მაშინ. ოკეი. მადლობა. სულ ეგ იყო. მადლობა სტუმარს. იქ მადლობა თქვენ მოწვევს. გავიხსენეთ ვალენსია, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდს ჩვენი გადაცემის საკუთრები არ ივიწყებ.